მე მეძახდნენ მაშინ რუხ კარდინალს. თუ ანუ შავი სამყარო რეალურად შემოვიდა თამაშში. ხო, ფაქტიურად ქვეყნით ვაჭრობაზე მიდიოდა ლაპარაკი. ეს ყველაფერი არის მატრიცა, რომელიც თავის დროზე KGB-შია ჯერ დამუშავებული. ბადრიმ რატო ჩაგიყვანა და რატო გაგასწროთ ბერეზოვსკი? ბიძინას მაგ მომენტში გამოიქცა? გომელაური და ისინი რეზერვში გადაიყვანა თავიდან, ევასებოდა ეს ღარიბაშვილი. როგორც სალომეს აბსოლუტურად არასერიოზულად უყურებდა, მეცაც გეტყვი ემალებოდა. შალოხოს ამ კარიდან გაუშვებდით, იმ კარით ამ კარიდან შემოვიდოდა, ფანჯრიდან გადმოიპარებოდა და რამდენი სიბრიყვე გაუკეთებია ისეთ სისულელებს ბიძინას. დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა სხვათა შორის ღარიბაშვილი. ერთ-ერთი თავის საწევა ისწავლა რა. 50 მილიონს ამისგან მოვიდა. ხო არ ეტყვი არა ძმო, არ მინდა ეგ 50 მილიონი. ეხლა რაღაცნაირად ეს კითხვა თან ისე უნდა დავსვა და პასუხით ისე უნდა მოვისმინო, რომ არც მეორედ დაიბანოს სუსში და არც მე პირველად. ეს რო არ მოხდეს, ამიტომ ბიძინას ირგვლივ მიწა უნდა დავწვათ რა. ბიძინამ დაუშვა ფატალური შეცდომა შეიძლება ითქვას. ეხლა ყობახიძეს ამერიკელები არ დაელაპარაკებიან. თუ რო ფოსტალიონია, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ FBI-ს აძლევს ჩვენებებს. ბიძინა საქართველოში კი არის ღმერთი, მაგრამ ღმერთებში ხო იერარქია არსებობს მისთვის. პუტინი უფროსი ღმერთია. შეეშინდა, დაფრთხა და შეუთვალა ლოიალობა. ფაქტობრივად ბიძინა გახდა ამ თავისი შეცდომის მძევალი. ბიძინა მოკლედ იყო ბუნკერში, აი როგორც ეხლა ბუნკერში, უთხარი რომ შეცდომას უშვებ, ამ ნაბიჯს დგავ და მით უმეტეს მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ მეთქი რა. ბიძინა მე ყველაფერს არ მეუბნებოდა. ეს ყველაფერი ინახებოდა როგორც ჩანს ღარიბაშვილთან. მე გამომხედა და მეკითხება რომ შენ ვიციო რომ ჩვენ რაღაცა გვაქვსო და მე არ ვიცი რა გაქვთ. მაგაში არ არის პრობლემა. მას ეშინია სხვა რამის. მოგესალმებით მის მინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია გია ხუხაშვილი. ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ალბათ ყველა მედიისთვის, ყველა გადაცემისთვის და ყველა მაყურებლისთვის. და არ ვიცით ამეთანხმები თუ არა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ტერმინი კონტროვერსული ფიგურაც? თუ არა? ხო, არ ვიცი ხა, გადაცემის წინ ბატონი გიას წიგნი წავიკითხე და არც კონტროვერსიული პრინციპი რა. მე მინდა დავიწყო პირდაპირ საქმეზე გადავალ და თქვენი ერთ-ერთი თეორიით, რომელზეც რაღაცა ყველამ ვიცით, რომ ცოტა იუმორისტული ავანტიურაა ეს, რომ ყობახიძე და მდინარაძე ბიძინას ალყაში აქცევენ და ასე ვთქვათ, შეიძლება ეს ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ ბიძინა დარჩეს ყოველგვარი ბერკეტების გარეშე, მაგრამ ხო მე ამას ავანტიურას დავარქმევდი გამიზნულს იმისკენ, რომ ბიძინა ეჭვებში ჩავარდეს და ეჭვიანი კაცი უბრალოდ თქვენზე უკეთ არავინ არ იცის და ალბათ მაგიტო. მაგრამ, კაი, ზოგადად ესე დავსვა, მაგას თუ გინდათ არ უპასუხოთ, გააგრძელეთ ეგ, თუ იქნებ მოიტანო შედეგი, არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ყობახიძე მდინარაძის საბოლოო დანიშნულება რა არის? სათხედავთ. ეს თითქოს მაინც რაღაცა ყველა დროებითი ფიგურა იყო პრემიერ-მინისტრებიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა მინისტრები დამთავრებული ამ 15 წლის განმავლობაში უკვე მგონი და ესენიც ალბათ მინისტრებზე ხო და აი სად მიდის მათი გზა საბოლოოდ რაღაცა არის პატარა გეგმასავით, რომ აი რაღაცა აქამდე პირობითად 2028 წლის არჩევნებამდე იქნებიან და მე თუ აი როგორ უყურებთ? Ну, პირველი რასაც გეტყვით, ხო, ეს ჩემი ის გაიხსენეთ, ხო, გაიხსენეთ ჩემი რაღაცა არ ვიცი რა დავარქვი, ხო, თეორია. საერთოდ, როდესაც პოლიტიკურ პროცესს აფასებ, იქ შეიძლება რაღაც თეორიას რაღაც მიზნებით, ხო, ეხლა შეიძლება ამ მიზნით, იმ მიზნით არ დავაკონკრეტებ, ხო, თეორიას აყალიბებ. იმას შეიძლება ყავლი გაუვიდეს, ხო? ანუ მე რომ მაშინ იმას ვლაპარაკობდი, იმას ქონდა იმ მომენტში რაღაცა თავისი აქტუალური დანიშნულება. ეხლა დღეს შეიძლება ის აღარ იყოს უკვე აქტუალური, ამიტომ ამ ტიპის კომპრომატები ეგრეთ წოდებული, ხო? აი ვიღაცას რო დაუწერე, ნუ აი 2012-ში ინტერვიუ გაქვს მიცემული და აი ეს თქვი და 2026-ში რომ ამაზე მე რაღაცას აგებენ.
მაშინდელი კონტექსტი სხვა იყო, ხო, კონტექსტი სხვა იყო, ეხლა სხვა არის. იმ მომენტში მე გეტყვით, ხო, იქ რა თქმა უნდა იყო გარკვეული პოლიტიკური თამაში ჩემ განცხადებაში, მაგრამ ამას რეალური საფუძველიც ჰქონდა და აგიხსნით რატომ, იმიტომ რომ ეს იყო მომენტი, როდესაც ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები თანაზომადი ბიძინასთან, ხო? ეს უკავშირდებოდა ჯანგველაძის кейს, როდესაც გარკვეული ადამიანები, ესე რომ ვთქვათ, შემოვიდნენ ამ ჩვენ შიგა ბაზარზე, დაინახეს რომ აქ დიდი ფული იჭრება არის ჯანგველაძე მაგმასშტაბის? აქ ჯანგველაძეზე ხო არა ლაპარაკი, აქ სისტემაზეა ლაპარაკი, ხო? ჯანგველაძე ხო არ არის ჯანგველაძე, ხო? ჯანგველაძე წარმოადგენს გარკვეულ კონგლომერატს, რომელთა ჯამური რესურსები არათუ ნაკლები არის ბიზნესზე. ეგენი ხო რაღაცნაირად თითქოს თანამშრომლობენ, ეგ თანამშრომლობა, ზვიგენების თანამშრომლობა ეს ძალიან პირობითი თემაა, ხო? პირველ სისხლამდეა, როგორც კი პირველი სისხლი დაიღრება, დანარჩენი ზვიგენები იმას ჭამენ. შეიძლება რომ ეგ ჩორტის ჩაგდება ყოფილიყო ეგ? არა, ჩორტის ჩაგდება არა, ამბიციები უბრალოდ, რა არის იცით, საერთოდ მეგობრობა აი ამ სფეროში, ხო, სადაც უკვე დიდი ფული და დიდი ძალაუფლება ტრიალებს, ძალიან პირობითი რაღაცაა, ხო? თუ ვიღაცამ სისუსტე გამოავლინა, იმას შეჭამენ, მით უმეტეს რომ თუ გემრიელი ლუკმა ეგულებათ იქ, ხო? ხო და ჯანგველაძის საქმე როგორ ვითარდებოდა, ხო? ვითარდებოდა ესე რომ, მკვლელობა, მერე მკვლელობის დამკვეთები, ამ შემდეგ ბიძინა გამომდინარე იქიდან რომ ცოტა დაფრთხა რაში რომ ემანდ რადგან მისი გარემოცვის წევრები მოიაზრებოდნენ, ხო? მაგის ზუსტად მოხდა ეგ. აი, ეგ კითხვა საკენ ხონდა შენახო. მე ხო, დამკვეთებად. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს. ასევე ჩვენ მაყურებელს ვეთქვი, ვესტები რომ დღეს მაინც ნაკლებად გავაწყვეტინო, სულ რომ მაგას დაყვედურავთ, უბრალოდ ვერ მოახერხებ. ეს ჯანგველაძეზე აუცილებლად უნდა ვკითხო. ხო, ვერ მოახერხებ შეიძლება. მოკლედ, რახან თქვენ თვითონ შემოიტანეთ ეს თემა. ეხლა რაღაცნაირად ეს კითხვა თან ისე უნდა დავსვა და პასუხით ისე უნდა მოვისმინო, რომ არც მეორედ დაიბანო სუსში და არც მე პირველად და აბა ვიცი. მუხლები არ დაგიხო. მაგრამ მეზარება და იმიტომ ეხლა სუსში ზიარული. ესე იგი, მე გავიგე ეგეთი ჭორი დავარქვათ, რომ ვერ დაგვიბარონ. რომ ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ ბიძინას მიმართ იყო ძალიან პირდაპირი და კონკრეტული მუქარა, რომელსაც ეხლა იგივე მიზნებიდან გამომდინარე მე არ გავიმეორებ, რა ვორდინგის და კონტექსტის მუქარაც ყოფილაო, რომ თუ არ დასში შენ რეალურად ამის ჩამდენებს, მოკლედ პირდაპირ ოჯახით დაიმუქრენო ბიძინასო. ეს ჭორი თქვენს გაგიგიათ თუ ჭორია თუ ჭორები ბევრი გამიგია, ხო, ჭორები ბევრი გამიგია, მე ბუნებრივია ამაზე კომენტარს რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ეხლა მე არ ვიცი ზუსტად, ხო, ამაზე პასუხი არ მაქვს, პირდაპირ მეც სულს ველაპარაკებ. ნუ ყოველთვის არ გაუჭირდებოდა ეგ მუქარა. ეხლა ჭორი ზოგჯერ არის მართალი, ზოგჯერ არა. მე არ ვიცი, უბრალოდ ამაზე შესაბამისად მე მაგრამ გაგიგიათ ეგ ჭორი. ცალსახა პასუხი, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე იმდენი ჭორები გამიგია. აი, როგორი სამკუთხედია, ჯანგველაძე. თუმცა მე უფრო სხვა რაღაცაში მგონია სა. და ვიღაცა ამათ შორის, ანუ ჯანგველაძის, ესე ვთქვათ, სასტავის. შავი სამყარო ისე გააქტიურდა და რაღაცა პოლიტიკაში ჩართვა ისე დააპირა, რომ ბიძინამ საფრთხე იგრძნო მათგან. მე სხვა რაღაცა მგონია, ეს თავიდან ესე არ იქნებოდა. მე არ მგონია, რომ ეს თავიდანვე ესე დაიწყო. თავიდან იყო, რა თქმა უნდა, მკვლელობა მოხდა და იყო ინტერესი, ხო? ინტერესი და ბუნებრივია ეხლა ბიზნეს ქვევით მოხდა ეგ მკვლელობა. ოჯახის ძეს რომ მოგიკლავე, ბუნებრივია შენ უკვე გაქვერ მით უმეტეს იმ სამყაროში, ხო? სხვა საკითხია რომ იმ სამყაროში ცოტა სხვანაირად ხდება, ხო, შურისძიება და არა რაღაც პროკურატურით და იმით ეს ცალკე თემაა, ხო? ხო და ბიძინას თავისთავად გაუჩნდებოდა, მუქარაც იყო არ იყო რამე თავისთავად გაუჩნდებოდა განცდა რომ რადგან იმ სამყაროდან ეჭვმიტანილი იყვნენ მისი გარემოცვის წევრები, რომ ემანდ მე არ დამბრავდეს, ხო და შესაბამისად ამ პოზიციაში ადამიანი თავის მართლების პოზიციაში რო აღმოჩნდება, ის იწყებს ბარტყების გადაყრას. მან ეს ბარტყები გადაყარა, ხო? ანუ ფაქტობრივად ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ეჭვმიტანილი, გაწირა რა, გადაუყარა. ფარცხალაძე იყო ერთ-ერთი დიდი ბარტყი. რაც ყველას დიდი აბსურდია, საქმე რამდენადაც მე მესმის, დღემდე შეკერილი ვერ არის, ხო? იმიტომ რომ
ეხლა თვითონ გრამავს ეს ჩემი პირადი თემა იყო, მტკიცებულებები, გარდა ირიბი მტკიცებულებებისა და აი ჭორები ახსენე და მორგოშიას ჭორებისა მტკიცებულებები არაფერი არ აქვს. რომ ისინი მართლა რაღაც ფორმით ამაში მონაწილეობდნენ, ხო? ნუ შეიძლება რამე აქვთ ეხლა მე გომელაური ეგ ბარტყი იყო? რა? ფარცხალაძე. არა, ფარცხალაძე, მიქაძეები და ფარცხალაძეს იცნობთ? არა, მე არ ვიცი. მე არ მქონია მასთან კონტაქტი არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ბიძინასთან დაახლოებით, ბიძინა ის იყო სპეც რაღაცა ის პოლიტიკურ პროცესში ხო ფარცხალაძე ახლოს არ მოდიოდა. მე მრჩებოდა შტაბ-ბინა თვითონაც მერიდებოდა ჩემთან კომუნიკაციას და რაღაცნაირად ცდილობდა რომ ჩემ მიყურადღების არეალში არ მოხვედრილიყო. არა მხოლოდ ის, ძალიან ბევრი სხვაც. იგივე ხელს მიმართავდა, ანუ ვალდებულება ჰქონდა რომ 100 მეტრის ფარგლებში, იმიტომ რომ იცოდნენ ყველა მიცის ჩემი ხასიათი, რომ კომპრომისო ხდები თუ რამე ცუდს ხედავ რა. სარდაფშიც? რა? სარდაფშიც. ხო, სარდაფი არ ვიცი. ხა ვიღაცები რო იყვნენ იქ ვიცი. პირველ კითხვას მინდა დავაკავშირო ესეთი რაღაც, აი გომელაური და ლილუაშვილი მოიშორა. აი მე წავიდა უკვე ჯაჭვური რეაქცია. გომელაური ლილუაშვილი ეს ცალკე თემაა რა, მოდით რა. კი, რაღაც ირიბი კავშირები არის, მაგრამ პირდაპირ რა თემაა. ეგენი უფრო მინდა დავაკავშირო კობახიძეზე ამხელა ძალაუფლების მიცემასთან. კობახიძის პოტენციური თავნებობა, აი რომ მოუტრიალდეს და უცებ რავის გამოგვიჭერნოს, რომ დაიჭიროს ბიძინა სიტყვაზე და თქვას, რომ აი რაღაც გაისუფთავოს. ორ სამ წუთში აი დავალაგე ამ თეორიას და აი მაკითხვაზე პასუხი აი არ გაწყვეტინებს დავალაგეთ ეგ თეორია. შავმა სამყარომ აი ამ თანამშრომლობის დემონსტრირებას ბიძინასგან ისე კი არ შეხედა, რომ აი ბიძინა ჯიგარია და პარტნიორია და რაღაცა. სხვანაირად შეხედა, რომ ბიძინა ეხა დაკომპლექსდა და მოდი რა, მოდი ბოლომდე გავწეწოთ, ხო? ეხა ესე უყურებენ რა შავები რა ცხოვრებას რა. ხო და თან პარალელურად წამოვიდა თემები, რომ საქართველოში თუ რა კოლ-ცენტრები არსებობს, კონტრაბანდა, რუსეთთან აქტივობები, ესენი რა დიდი ფული წამოვიდა რა საქართველოში ეხა ესე მართლა ეკონომიკური ზრდა ხო არ იყო, ჩემოდნებით ფული წამოვიდა, ხო? ხო და მოდი რა ბოლომდე და ანუ ფაქტობრივად მინიმუმ მოინდომეს რომ უკვე ღრმად შემოსულიყვნენ ამ პროცესში. და დაიწყო ეს ყველაფერი, უკვე დაიწყეს ამ ხალხმა საკუთარი ხაზების გაჭრა, საკუთარი ინტერესების დაფიქსირება სხვადასხვა სფეროში და დაიწყო ესე რომ ვთქვათ ექსპანსია, შავი სამყაროს ექსპანსია. მით უმეტეს რომ საარჩევნოდ ეხლა გაუხსენეს რომ იღენებდნენ მთელი კუჩა და ამბავი და რაღაცა, ანუ ეს ჩათვალეს რომ ეს იმხელა აქტივებს ფლობდნენ უკვე ბიძინას კომპლექსების იმაზე, რომ მათ შეეძლოთ რომ ამ სხვადასხვა თემებიდან თავის წილი მიეღოთ რა, თავის წილი და ეხა დიდი ბოდიში თუ ჩვენ საუბრობთ დაუშვათ კოლ-ცენტრზე, თუ საუბრობთ კონტრაბანდაზე, თუ საუბრობთ სხვა რეექსპორტ, ანუ რუხ ზონაზე რა. რუხი ზონა ხო ისეც შავი სამყაროს ეპარქიაა. მათ ჩათვალეს რომ აბსოლუტურად სამართლიანია რომ ძმაო ეგ რაღაცა კრიმინალური ამბები ხდება და ეხლა ჩვენი წილი ჩვენ ხო უნდა მივიღოთ. და აი მაგ მომენტში გომელაურის ჩამოშორება ცოტა ჩან მაგაზე სანდო არის გელაგელაძე. აი ნახეთ მე როგორ დაიწყო ხო და აქ იწყება უკვე საკუთარი ხაზების გაჭრა. ესენი უკვე ესე რომ ვთქვათ ბიძინასთან ხო რაღაც იმით უნდა მივიდა, ანუ თანაბარ ზომადია ხო ბიძინას ჩერეს ბიძინა ხო აღარ იმუშავე თავის ხაზები დაიწყეს და მე ვფიქრობ აქ იწყება უკვე მათი კომუნიკაცია უკვე აი ეს ქვედა დონეზე ხო აი სპეცოპერაცია ვანოს მაგვარი კალაძე ისეა ჩემჩნეული სპეცოპერაცია ვანოს მაგვარი თქვენი ციგნიდან რო ავიღოთ დაახლოებით ეგეთი ისიც იყო და დაიწყეს და კომუნიკაცია მე არ გამორიცხავ რომ იგივე კობახიძესთან, დინარაძესთან და სხვებთან შავმა საყვარო დაიწყო მუშაობა პარალელურად რაღაც თემები წამოვიდა ხო აი მე გაგახსენებთ იგივე მე არ ვიცი რამდენად მონაწილეობდა, მაგრამ ლოგიკით ალბათ მონაწილეობდა შავი სამყარო იგივე რიჟვაძის ეპიზოდში, ხო? რიჟვაძის ეპიზოდში. ეს ყველაფერი აქტივები წამოვიდა რა. იგივე ბაჩიაშვილის кейსი რო ავიღოთ, ხო? ანუ შავი სამყარო რეალურად შემოვიდა თამაშში. არა როგორც ბიძინას ესე რომ ვთქვათ მოსამსახურე, არამედ როგორც მინიმუმ პარტნიორი, ხო? შეიძლება ამ ფულს რომ ამ შავ სამყაროსთან რაღაცა
ანგარიშების გასასწორებლად აგროვებდეს ბიძინა, ანუ ეგ იყო რომ აი ამ კვლელობა ხო მანამდე მოხდა ვიდრე ეს ამბები წარმოვიდოდა. მე ვფიქრობ რომ გადაამლაშა შავმა სამყარომ, ანუ იმაზე მეტი მოინდომა ვიდრე ისა და მე თუ გახსოვთ ესეთი ეპიზოდი იყო, როდესაც რეიდი ჩატარდა და რაღაც ინფრასტრუქტურა დაუნგრიეს შავ სამყაროს 53 კაცი დაიჭირეს თუ რაღაცა მოხდა გახსოვთ ხო მთელ რეგიონებში რეკურდულ სამყაროსთან და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია ხო ანუ რაღაცა დაძაბულობა მოხდა მერე ბიძინა ამ ყველაფერს უყურებდა რომ ამათო თავისი რაღაც ისინი დაიწყეს ხო ეხლა კობახიძე და დინარაძე და ესენი ხო ჩვეულებრივი რესურსია ბიძინას როგორც მანამდე ყველა იყო ხო რომელსაც როცა უნდა ჩარგავს როცა უნდა ამოთხრის და გადააგდებს მაგრამ შორს არავის არ აგდებს იქვე ნაგვის ხუთი აქვს იმას ჩააგდებს თუ დაჭირდა ამოიღებს ისე დაფერთხავს ისო დასვავს მაგიდაზე ხო? აი ხო დაჭირდა კომელაურს და ღარიბაშვილს და ლილუაშვილს ისე მოატრიალებს ამერე მოუტრიალდებიან. ლილუაშვილი და გომელაური და ისინი რეზერვში გადაიყვანა თავიდან და აი ზუსტად აქ იწყება საინტერესო მომენტი, როდესაც აი ამ გვერდიდან ზურ გამაგრებული კობახიძემ, დინარაძე და ასე შემდეგ აი ამ ხალხისგან ხო უკვე იწყებენ თავის თამაშს ვერ ვიტყოდი უფრო ამ ხალხის თამაშს იმიტომ რომ ამათ ეუბნებოდნენ რომ ბიძინა ხვალე როგორც ხვები ჯარიწყე ისე ჩაგრეცხავთ ეს რო არ მოხდეს ამიტომ ბიძინას ირგვლივ მიწა უნდა დავწვათ რა კომელაური და ლილუაშვილი იმას კი არ შეეწირენ რომ რაღაც ბიძინას უთხრეს იმას აი ზუსტად ამ სტრატეგიას შეეწირენ რომ ფაქტობრივად ეს ჯგუფი დარჩეს უალტერნატიოდ ბიძინას გვერდზე აღარავინ აღარ უნდა იყოს რომ ბიძინას არ კონდეს ისე ადვილი მანევრის საშუალება ხო აი ეს პროცესი მიდიოდა ბიძინა ამას ხედავდა ბუნებრივია და ნუ რაღაც ნაბიჯები გადადგა ხო რაღაც ნაბიჯები გადადგა ბიძინას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რაც ჩვენ არ აქვს, ხო? აი იმ თემიდან ამოვდივარ, რომ შევეცდები არ შევაწყვეტინო რა. ბიძინას აქვს სტრატეგიული მოთმინების უნარი. ძალიან აი უსასრულო ფაქტიურად, ხო? შეუძლია აი კაცს თვლიდეს მტრად და 5 წელი პირში უცინოს რა და დაელოდოს მომენტს. ხო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერს აანალიზებს, ყველაფერს ხედავს, რა თქმა უნდა არაკომფორტულია ეს ყველაფერი, იგივე ლილუაშვილის ამბა, ხო დადიოდნენ და ეუბნებოდნენ რომ აი აფშაკიდან ფულს იპარავს ლილუაშვილი, რომ იქ თავისი ძილები აქვს და გომელაური რომ რაღაცებს თავისას ჩალიჩობს და აი შემდეგ, ხო? რეალურად შეიძლება და გასჩენოდეთ ეგ ამბიცია რომ აი რა ჩეკრულიყვნენ რამოდენიმე ეგეთ ფულიანი ბიზნესი მარიონეტი და ადამიანის ფსიქოლოგია უნდა გვესმოდეს ხო როდესაც დიდ ფულთან არის ხო ეხა ის კი არ აი ეს დიდი ფული ადგეს და მოხვეწოს და თვითონ წაიღოს ხო მაგრამ რაღაცა აქ უნდა ჩაგიკითხოს ხურდას იმაშვება რა თავისთვის ჯიბში გადაიგდეს აქ უნდა ჩაგიკითხოს მაინც სხვა თემაზე არ გადამყავხართ ესე იგი ეხა რა აზრის განავითარეთ გასაგებია ლოგიკა რომ კობახიძემ დინარაძეს და მაგ სასტავს ასე ვთქვათ აწყობდა რომ ველი მოსუფთავებულიყო და ბიზნესამ რო გაიხედ გამოიხედოს ალტერნატივა აღარ იყოს და ესე მარტივად ვერ გამოსვალოს გავიგე მაგრამ თუნდაც ლილუაშვილის და თუნდაც ღარიბაშვილის დაჭერა და აი ეს დისკრედიტაცია თან ისე დაჭერა ეს ბიზნესთან შეთანხმების გარეშე შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო არა ბიზნესთან შეთანხმებული იყო ბუნებრივია ბიზნესთან თანხმდება ესეთი თემები ბიზნესის დამახასიათებელი რაღაცა რომც არ მოწონდეს ის აფასებს ხო მდგომარეობას და იმის მიხედვით მიდი და მიდი ხო ეს იმას არ ნიშნავს რომ იმას ასე მოწონს მაგრამ მიუშვებს ვიღაცას და ნუ მე რა გადაჭეხავს აი რაღაცა გამომდინარე იქიდან როგორ გამვითარდება მოვლენები ხო ამათმა როგორ უთხრეს რომ ამათმა ფული მოიპარეს და ჩვენ ამ ფულს ამ ხალხს მოვატანინებთ ანუ ვალდებულება აიღეს ხო და ნუ ბიძინა მიფიქრე მოვატანინებთ ანუ შენთან მოვატანინებთო რა ეხლა ვიღაცა რომ მოვადე გეტყვის 50 მილიონს აი ამისგან მოვიტანე დასანქცირებული ხო არეთვი არა ძმო არ მინდა ეგ 50 მილიონი აბა სადი მოვატანინე ხო და ამათო დაიწყეს და ტყლაპოში ჩახდნენ რიჟვაძით დავიწყებ რომ რით დამთავრდა ეს ფულის ამოღების პროცესი იქ უკვე შავი სამყარო ხო როგორც იყო ხო ღარიბაშვილმა ნუ რაღაცა ეთყობა იმასქნა მაგრამ ბოლომდე ვერ შეასრულა პირობა და ახეხინებენ მაგრამ რაღაცა შეღავათი გაუკეთეს ხო რა ნაწილობრივი რაღაცა
ხო და რაღაც ესეთი პროცესი მიდის. ეხა რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ მთავარ თემას, მიახვედრეს მე ვფიქრობ ჯანგველაძე რომ ძალიან გადაამლაშა რა. და ისევ დაიწყეს ამის შემდეგ ურთიერთობის დაალაგება. მე ვფიქრობ დღეს მდგომარეობით ურთიერთობები ისევ დაალაგეს და რაღაცნაირად და ამ დაალაგების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ბაჩიაშვილის სპეცოპერაციის წარმატებით დასრულება. ანუ შეთანხმება. შეიძლება მე არ გამოვრიცხავ რომ ამაში შავსამყაროს მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ბაჩიაშვილის უკომპრომისო ბრძოლის სამარცხინო დამთავრებაში. აი რა მეინტერესებს ხა დასაყრდენი თქვა პარლამენტში რა ბერკეტები ხა ლილუაშვილის და გომელაურის მაგალითად ბიძინასთვის ბევრად უფრო ახლო და სანდო ტიპები არიან ვიდრე ესენი ხო? ხო და აი ხა რა უფიქრები მე რომ ბიძინა ვიყო და აი ხა გელას იმედზე ვიყო და იქ პარლამენტში ხალხი რომელიც უკვე ატყობს რომ ქუჩაში აღარ გამოესვლება და სუდათა აქ მდგომარეობა აქეთ ყობახიძე რომელიც ნუ რაღაც მგონია რომ უფრო რაღაც ძალაუფლებაზე შერეკილი ტიპია რა. ანუ ამ შეთქმულების რისკი ბევრად მაღალია. ანუ არავინ თავის პირდაპირ კაცი ესეთი აი ერთგული ტიპია არც ღარიბაშვილი არც გომელაური ისეთი ხალხი მოიშორა რომ რაღაც მომენტში მეგონა რომ გომელაურს დაიტოვებდა დანარჩენებს ჩაფარცხავდა და ამის იმედზე მაინც ამ ბერკეტ შესასოს დაიტოვებდა. გესმოდეთ გომელაურის რესურსი ხო არ არის ეხა აი რაღაც გადაჭარბებულია გომელაური იყო მისი დაცვის უფროსი კი არ იყო უფროსი. არა დობის მომენტს ვიძახ არა მისი ინტელექტუალური რესურსი მოიწესა. ხო, ინტელექტი არა, მე უფრო ნდობაზე. რომ ეხა მაგას კი ნდობა კი, მაგრამ ბიძინა კი ნდობაზე აგებს ყველაფერს, მაგრამ ამ მატჩიც აი რაღაც მომენტში დაინახა საფრთხე, გითხარით, რადგან აი ამ სამყარომ დაიწყო ამათთან პირდაპირ კომუნიკაცია და ფაქტობრივად ბიძინას უპირისპირდებოდნენ ამით, ხო? იქ შეიძლება კითხვებიც იყო დასმული, რომ ბიძინას გარეშე შეგიძლიათ ხო, მაგაზე მაკლაპარაკი რომ არა და ზოგი ისეთი ბრიყვია ეტყოდა რომ როგორ არას შეგიძლია ბიძინას გარეშე შესაძლოა ესეთ ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი ბიძინა მამას უყურა და ადგა და მიიღო ზომები ხო ზომები რის შემდეგაც მე ეტყობა იქაც მიხვდნენ რომ ეგრე მარტივად არ არის საქმე და მოდი ისე მოვრიგდეთ და ჩემის აზრით ჩამოვიდა სამყარო ბიძინასთან შესაძლებელია დაალაგა ურთიერთობა იმით რომ ხონჩაზე განთავსებული ბაჩიაშვილის თავი მიართვეს რა. აი იმათ ამერიკაში ვიზიტს. ამერიკაში ყო ღარიბაშვილი იყო. გომელაურიც იყო და ეს ამერიკაში ვიზიტი იყო. ეს აი წეხან რომ წამომაძახეთ, რითაც დავიწყეთ გადაცემა, რომ აი ამას ამბობდიო, ხო? მე 3 წლის წინ სანამ ღარიბაშვილს დაიჭერდნენ აი თუ გახსოვთ შვილი რო თვითმფრინავით აკატავა ამერიკაში გახსოვთ რომ წავიდა და მე 2 კვირა უცნაურად პრემიერ-მინისტრი იყო და 2 კვირა უცნაურად ამერიკაში დაბლაყუნობდა არც ერთი ოფიცერი შეხვედრა არ ქონდა მე მაშინ 1 კვირის განმავლობაში ვაწარმოებდი კამპანიას რომ მე მეთქი მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ FBI-ს აძლევს ჩვენებებს მეთქი რა ანუ ეხლა ეს როგორი თემაა იცი მე იმას კი არ ვამბობ რომ ვიღაცა დაიჯერებს ამას ან არ დაიჯერებს, მაგრამ ქვეცნობიერი ძალიან ოხერი რაღაცაა რა. აი როგორ რაღაცაა, იცი, შეიძლება იმ მომენტში არ დაიჯერო, მაგრამ ეს ხო ქვეცნობიერში ჯდება და მე რაღაცა სხვა რაღაცაზე პატარა ეჭვი რო გაგიჩნდება, იმას იხსენებ და იმის გააქტიურება ხდება. აი წეხა რაც მითხარი კობახიძესთან დაკავშირებით, ხო? აქაც შეიძლება ზუსტად იგივე მოხდეს. დღეს არა, მაგრამ ხვალ თუ რაღაცა პროცესი დაიწყება, ის ყველაფერი ამოტივტვიდეს. და მოხდეს ბიზნეს გარეშე. ყობახიძე ამერიკაში არ არის უფრო ირანი ესა თურქმენეთი. აღმოსავლეთის სოდნე არის ყობახიძე. გასაგებია, მაგრამ ნუ ეხა მანდაჩერილი შეიძლება თეორიის აგება შემიძლია პრინციპში. აი რო შევხედეთ, რატო არა აქვს მაგალითად ეხა ყობახიძეს დინარიძეს და მაგ ტიპებს ხო აქვს ეხა ყველანაირი შტო ხელში უჭირავთ ძალაუფლების და ნუ ერთი მოსამართლეები თლათ მაგათ არ დაუჯერებენ ძალიან ისე. არ უჭირავთ, რეალური ძალაუფლება მათ არა აქვთ რა. ანუ ბიზნეს გარეშე რა არის ფაქტორები რის გამოც ეგენი მარტო ვერ გაუკაჩავენ ქვეყნის მართვას რომ თქვათ აი დაალაგებულიყვნენ შავ სამყაროსთან და ბიზნესა მოეტეხათ საქმიდან არა რაღაც პერიოდი გაკაჩავდნენ არა რაღაც პერიოდი გაკაჩავდნენ ხო ეხა ეგ როგორ არის იცით ბიზნეს აი მთელი ძალაუფლება რაზეა აგებული
ძირითადად მითოლოგიაზე, ხო? ბიძინამ ნახეთ რომ რა გააკეთა ბიძინა რატომ არ არის ინსტიტუციონალიზებული, ხო? რეალურად ეხა მისი მთავარი იმუნიტეტი და დაცვა იქნებოდა რომ იყოს პრემიერ-მინისტრი. ისე თქვენ რუსიეთ, ხომ გონი პრემიერ-მინისტრი? მე ეხაც ურჩიე და ეხაც ურჩევ, იმიტომ რომ ეხა ცოტა სხვა სიტუაცია, მაგრამ მისი ძალაუფლება აგებულია ერთგვარ მითოლოგიაზე. უფრო მეცაც გეტყვით ეს რაღაც რელიგიურ პრინციპებზეა წყობილი. მე გარდა დაინგრა 2018 წლის გაფუჭებული სახით თქვენი სიგნიდან ისე წერთ კიდევაც მაგაზე. გარკვეულწილად გარეთ დაინგრა, მაგრამ შიგა კოცური წესრიგისთვის არ დაანგრეულა, იმიტომ რომ კოცებში ეხაც მიაჩნიათ რომ ის არსად არ არის, მაგრამ ყველგან ეს ხო ღმერთის ამბავია, ხო? მეორე დოგმა ავიღო, თუ გინდა რამე სიკეთე მიიღო, ხო? ან რამე პრობლემა გაქვს, ლოცვა უნდა გააძლიერო, უნდა გამოხვიდე და ბიძინა უნდა აქო, თუ გინდა რომ ან დაგნიშნონ, ან გიჭერდნენ და აღარ დაგიჭირო, ხო? აი ეს რელიგიური დოგმები რაც არის, ხო? ეს დოგმები ყველაფერი მიესადაგება ბიძინას. ის არის ერთგვარი და ოპოზიციაშიც არა პირდაპირ. აი ოპოზიციურად განწყობილ ხალხში, ხო? როგორი გაგებაა, იცით კი, ბიძინაა და ლანძღვა და ასე შემდეგ, მაგრამ ქვეცნობიერად ესეც ნიშნავს, რომ ჩვენც ვაღიარებთ მის უძლეველობას. უძლეველობას იმით, რომ აი მითოლოგია, რომ აი ნეტა რა აქვს, ჩაფიქი ყოველთვის არ არის მაგის FSB-ს ზურგი მაგის რამდენი სიბრიყვე გაუკეთებია, იცით, სისულელებს ბიძინას ამ პერიოდში. აი მართლა სერიოზულად რაც უნდა მითოლოგიზირებული იყოს, ეხლა რა გადანაცვლებების და რა ხალხის მოიშორა, თუნდაც ეჭვიანობის საფუძველს და ვის ხელშიც დარჩა ფაქტიურად პოლიტიკურად, ხო? რამე კიდე სხვა უხილავი ზურგი რო არ მე რო ბიძინა ვიყო და ამ სიტუაციაში უხილავი ზურგი არ ხო FSB-ს გარეშე ხა ყობახიძის, დინარაძის და გელას იმედა დარჩენა როდის ამოვაყირავ ეგენი ხო ის ხალხი არ არის ვინც შეიძლება მაგასთან როგორ მაგის ხელში გაიზარდა ტიპები არ არიან კი მაგრამ მოდი ჩვენ პრობლემებსაც დავუბრუნდეთ ჩვენი პრობლემა რა ბიძინას ყველაზე სერიოზული კოზირი არის დღეს ის რომ უბრალოდ ალტერნატივა, მისი თანაზომადი ალტერნატივა ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა. იმიტომ რომ ადამიანები ხო, აი პროპაგანდით იქნება, მათ შორის ჩვენც ამაში ხელს უწყობთ, ხო? ბიძინა რაღაცა ეს უძლეველი რაღაცა, რომელსაც რაღაც ზაკრული გეგმები აქვს, რომ აი ყველაფერი გათვლილი აქვს და ისე აკეთებს და ასე შემდეგ და ეს შემდეგ, ხო? და ადამიანი რო უყურებს, ადამიანი ხმას აძლევს თავის ხარდაჭერას, მარტო იმას კი არ აძლევს, ვინც მოწონს. ძალასაც პატივს ცემს. ესეთია საშუალო სტატისტიკური ამორჩეველი რა. ხო და ჩვენ თვითონ ვეუბნებით ამ ადამიანებს რომ ბიძინა ძალიან კი გოთვერანია, ცუდი კაცია, მაგრამ უძლევა ძალიან ძლიერია. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა მისი გაშარჟება, ჩემის აზრით, ვიდრე მის მუდმივად იმის მტკიცება, რომ ბიძინა ძალიან მაგარია, აი ამას იმიტომ აკეთებს, რომ რაღაცა აქ ჩაფიქრებული და სინამდვილეში ეხა ჩვენ საარჩევნო პროცესშიც რო ვიყავით, იმდენი სისულელე მოხდებოდა, ეხა ჩემი ფუნქცია რა იყო იქ, ხო? მე თვითონ არ ვიყავი არც ერთი იმის, ჩემი ფუნქცია იყო ფილტრი. 1000 სიგიჟე შემოდიოდა 50 კაციდან. ამის გაფილტრვა იყო ჩემი ამოცანა. აი მე რო იქ ის არ მეფილტრა, ხო? ჩვენ მაშინვე ხრამში გადავიჩეხებოდით. ასე რომ ბიძინა ჭკვიანია, უბადლო ტაქტიკოსია, მაგრამ ბიძინა არ არის იმდენად მაგარი ეხა და ამ ბოლო პერიოდშიც იმდენი სისულელი აქვს ნაკეთები, თუნდაც აი რუსეთზე და ასე შემდეგ, ხო? ეს თავისი ნაკეთებია თუ აი მე კითხვა მიშდება ესეთი რა მის გარეშე ხო რუსული კანონის ინიციირება იყო სრული არ საკუთარ თავს რო ესვრი რა იმ მომენტისთვის იმდენად სუსტი კი მაგრამ პრობლემა რა შეექმნა რეალური პრობლემა ბიძინა როგორ უყურებს ეს საგარეო სტრატეგიას არ აწყობს აი ნახეთ რა შეება მუდმივად მოქმედებს ტაქტიკით ანუ ის არის აი რატო გითხარით რომ უბადლო ტაქტიკოსია მეთქი მაგრამ როგორ სტრატეგია არ ვარგა ვარგისია და გარდა და არც აინტერესებს სტრატეგიული დაწყობა რა მან აიღო ტაქტიკა და ტაქტიკურად შეიქმნა პრობლემა გადაწყვეტა პრობლემა ესე მიდის ხო
თელ ამ პერიოდს ლაიტმოტივად რა გასდევს? ბიძინა ხო იმას არ ამტკიცებდა მე კაი ტიპი ვარ. ამტკიცებდა რომ მე ნამოძაღლია მაგრამ ესე ვაგები. მართლა რა პრობლემა იყო? ოპოზიციაზე იმუშავა, რუსული კანონი შემოეტანა და მით უმეტეს, როდესაც სიგნალები იყო გარედან, რომ დამთავრდება ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ აი ორსკამზე ვეღარ იჯდები, რა პრობლემა დაინახა? ამ ხელა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსული კანონი რო შემოუღო. პრობლემა არ დაინახა. რაც შეეხება რუსული კანონი და ეს ნაბიჯები ეს არის უკვე მეთოდიჩკები, ხო? ეს ხო არ არის ბიზნეს ეხა საერთოდ სახელმწიფო მოწყობაზე, რაღაც ესე რო ვთქვა, ამაზე ხო თავისი მას ხო პოლიტიკური განათლება არ მეუღია, ემპირიული გამოცდილებით მართავს ქვეყანას, ხო? ხო და ეს ყველაფერი არის მატრიცა, რომელიც თავის დროზე კგბ-ში იყო პუტინისგან. აი რო ამბობდით, რომ თავიდან მატრიცა ჩამოვიდა, ამას კითხულობენ და მეთოდურად ამას მიუყვებიან. ბიზნესთან ათანხმებენ, ბიზნა აი აქ მეხუთე მუხლის მესამე პუნქტად წერია, რომ უნდა მივიღოთ ეს კანონი. კი ბატონო, უდასტურებს იღებენ. უნდა დავსვა კითხვა, რომელსაც ეს ტრადიციული კითხვასავით არის. ბიზნა და რუსეთი, ესე იგი, ანუ რასაც მოკლედ რო ჩამოვაყალიბოთ ეს კითხვა, რასაც ბიზნეს კი დღემდე დგას. ზოგისთვის ეს კითხვა აღარ დგას და უკვე პასუხი გაეცა, მაგრამ ზოგისთვის დღემდე დგას. რასაც ბიზნა აკეთებს, ეს არის რუსული ინტერესების გატარება და იქაური დავალებების შესრულება, თუ აქაური უბრალოდ ხელისუფლების შესანარჩუნებელი კომისიებების გატარება და ასევე უნდა კითხოთ, ცოტა ვრცელი ორი კითხვა გამოვა, მაგრამ მე გადავიდეთ ბადრი პატარკაციშვილსაც თქვენ იცნობდით კარგად როგორც ვიცი და ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებითაც იყო ეს ბრალდებები დავარქვათ, მოდი რომ რუსეთის ბადრიზე ორივეზე გიპასუხოთ. რაც შეეხება ბიზნეს, აქაც დინამიკაში უნდა განვიხილოთ, ხო? ეხა არავინ აი ეს ილუზიები რომ რაღაცა თავიდანვე ჩანერგილი ან ერთი ან მეორე ჩანერგილი იყო საქართველოში ამიზნები და იმიზნები და მე რაღაცა თავისი მძინარე რეზიდენტები რაღაცა გააცოცხლეს ხო გააღვიძეს ეს მე ამ თეორიების მომხრე არა ვარ ეხლა მე არ ვკამათობ ამ თემაზე მაგრამ მე ჩემ მოსაზრებას გეტყვით ხო რაც შეეხება ბიზნა ჩემის აზრით თავის დროზე გაერიდა პირიქით პუტინის იმას იმიტომ დაფრთხა ელემენტარულად შეეშინა რა შეეშინდა პუტინი რომ მოვიდა იმიტომ რომ პუტინი რომ მოვიდა ცოტა სხვა თამაშის წესები შემოვიდა პროსტა გამოერიდა რა სხვა საკითხია რომ მასზე ზემოქმედების მექანიზმები რუსეთს ბევრი ქონდა იმიტომ რომ იქონება ქონდა აქტივები იქ ჩატოვა ყველაფერი იქ ჩატოვა ხო და შესაბამისად ეს მექანიზმები ბუნებრივი არსებობდა, მაგრამ ეხლა თავიდანვე რომ ბიზნა იმათმა გამოაგზავნეს, ეს ძალიან მიამიტი გაგება მგონია რა. ეხლა როდის დაიწყო ფაქტობრივად ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ბიზნამ უკვე საკუთრივ რუსეთზე მუშაობა. როგორც მათი ეს მოხდა 2022 წელს. მანამდე ეს ყველაფერი იყო ვასვასები ზემოქმედების ბერკეტების გამოყენებით რაღაც კონკრეტული თემების გადაწყვეტები და ამ შემდეგ და ამის ბევრი სიმპტომია ეხლა ჩვენ თავიდან გახსოვთ ხო რატო 2022-ში ომის გარდა აი გეტყვით ომი ხო მანამდე ენდომებოდა რუსეთს რომ ამას იმის თამაში ეთამაშა და მე დაიმუქრენ რამით თუ რა შეიძლება აი ეხლა გეტყვით რა აქ მოხდა ბიზნამ დაუშვა ფატალური შეცდომა შეიძლება ითქვას. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, ბიზნა საქართველოში კი არის ღმერთი, მაგრამ ღმერთებში ხო იერარქია არსებობს მისთვის. პუტინი უფროსი ღმერთია. ანუ ყოვლის ბიზნა აქ არის ყოვლის შემძლე, ის არის ყოვლის შემძლე გლობალური გაგებით. და ბიზნა როგორ იგებს გაზო, პროგნოზს აკეთებს, ხო? და ანალიზი და პროგნოზი, ხო? უყვარს სხვაშორის ანალიზი და ლაპარაკი აკეთებს იღებს გადაწყვეტილებას, ხო? გააკეთა ანალიზი, პროგნოზი, ჩათვალა რომ სამთოში უკრაინას ყოფა ეტირებოდა და გამომდინარე იქიდან რუსეთის სტრატეგიული ამოცანა მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის აღდგენა, შემდეგი რიგში ვარ ჩვენ. შეეშინდა, დაფრთხა და შეუთვალა ლოიალობა, ხო, რუსეთს. კრემლს შეუთვალა რომ მე აქ ვარ ძმაო, ჩუმად ვარ და რიგში ვარ რა. ო აი რასაც მეტყვი იმას ვიზამ, ხო? ეხა იმპერია როგორ მოქმედებს ეხა საპრაწივლიანი ბუზით. ხო, საპრაწივლე ხო. თეთრი დროშა აქ ამბობს, გამზდებული რა. ხო და იმპერია როგორ მუშაობს, როგორ შავი სამყარო, ხო? ეს ხო ერთი და იგივე მენტალიტეტია შავი სამყარო და იმპერიული აზროვნება რა. იმათმა ჩათვალეს რომ ეშინია ამას, მოდი მივიღოთ გარანტიები რა და დაიწყო ეს ექსპანსიის პროცესი. ეკონომიკური ექსპანსია წამოვიდა, საინფორმაციო ექსპანსია, ანუ საინფორმაციო მატრიცა შექმნეს მთელი სახელმწიფო
პროპაგანდას დააჯდნენ, ხო? წამოვიდა ესე რომ ვთქვათ, ისა მიგრაციული ექსპანსია, რამდენი რუსი და რაღაცა და იმ რუსები პირდაპირ ჩემოდნებით მოდიოდა ქართული ბანკები ანგარიშებს უხსნიდნენ წარმომავლობას, ვინ კითხულობ, ჩვენ რო გეკითხებიან ფული საიდან მოიტანა ბანკში. ეგრე იმათ მოქონდა და შექონდათ პირდაპირ, ხო? ბანკში რაც აღმოჩნდა ერთია, შავი ფულით რაც შემოვიდა, რამდენი იყო იქ FSB-ს ფული და დაიწყო აი ამ FSB ინფრასტრუქტურის ჯიხურის 7 მილიარდი ვიცით. და რაღაც ხო 657 მილიონი 2 მილიარდ დოლარამდე. რაღაც მომენტში ფაქტობრივად ბიძინა გახდა ამ თავისი შეცდომის მძევალი. ანუ ფაქტობრივად აღმოჩნდა უკვე კრემლის იმაში მარწუხებში და ამის შემდეგ ფაქტობრივად ბიძინა თეთრი დროშა უკვე დიდი ხანია გამოფენილი. აი მაშინ თუ ბიძინა გამოფენილი აქვს უბრალოდ ეს არ საჯაროვდება და მერე წამოვიდა იქიდან ის მატრიცა, დუგინის კონცეფცია ხო იმპერიული. წამოვიდა ეს deep state-ები, schmip state-ები, ეს ყველაფერი ხო კგბ-ში დამუშავებული თემებია ყველაფერი და აი ამაზე აეგო ტვინების გამორეცხვა და ამ შემდეგ, მაგრამ ბოლოს როგორც გავიგე, თურმე პრორუსები კი არ ყოფილან, ესენი просто რუსი ქალები ევასებათ რა. ერთი ბოლოს პროვის ფოტო კიდია აქ. ესე ზარქუამ გახსნა, ესე რომ ვთქვათ, მთელი ეს საიდუმლოება ყველაფერი გასაგები გახდა. აი თუ ბიძინა მაგალითად თავის თამაშს თამაშობდა და წინასწარ არ არის ვთქვათ, იგივე აი ბადრისთან დაკავშირებით მინდა რომ გადავახვიოთ, ცოტა ფხილას მინდა შევეხო იქიდან გამომდინარე რომ აღარ არის ეს ადამიანი და თან თქვენი მეგობარია და უბრალოდ მაინტერესებს ესეთი შედარება რომ გავაკეთოთ პლუს იქ ორ შეხვედრას წერთ თქვენთან წიგნში ძალიან საინტერესო ადამიანთან ერთად კი რომელიც ესეთ პოლიტიკური ცხოველი იყო არა მარტო ის რომ ფული და ბიზნესი უნდა და პოლიტიკაც უნდა და ბადრი და ბერეზოვსკი პუტინს გამოექცნენ და აქ რაღაცა მყუდრო ესე ვთქვათ თავის ქვეყანა უნდათ რომ გაეკეთებინათ თუ არა აქ აი გეტყვით რა ბადრი ცოტა სხვა ისტორიაა ხო ბადრი და ბორია რეალურად გაქცევა რო დაცლო და ბადრის ხელი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში რა გეტყვით აი აქამდე რომ მოვიდოდით რასაც ალბათ ქონდათ მიზნები რაზეც ჩემთან აი ესე მინიშნებით იყო საუბარი, ეს საუბარი მე წიგნშიც მიწერია ამაზე, მე არ გავაგრძელე მათთან ეს საუბარი, იმიტომ რომ მივხვდი რომ ძალიან სახიფათო ველზე შეგვიძლია ეს ლონდონში. რა თქმა უნდა, ბადრიო ანგელოზი არ იყო, მე ვიცოდი ხო და ყველა მიცოდა რომ ბადრი ანგელოზი არ იყო. უბრალოდ ამასთანავე მე ისიც ვიცოდი რომ ხახთანაც გადაკვეთა იქიდან ანგელოზები არ მახსენდებიან ზოგადად. აღარ მახსოვს რაღაცა ინტერვიუა იგორ გიორგაძე ბადრის ისე მოიხსენიებს გასპაძინ ბადრიო და აი აშკარად რომ აი ბიძინა ბადრისთან შედარებით ძალიან წვრილფეხა ტიპი ჩანს იმ მომენტში იმ ინტერვიუში. ვეღარ პოულობ იმ ინტერვიუს, მაგრამ აი ხა ეგეთ კაცებთან ხო, იმიტომ რომ ის იყო საჯარო ტიპი იყო, ხო? საჯარო იყო ბადრი და იმიტომ მოიხსენიებს ესე რომ საჯარო რუსულ პოლიტიკაში სერიოზულ როლს ისეთიაო რა ეგ რო უყურებთო გაცილებით სერიოზულ როლს თამაშობდა სუბიექტური აღქმა მე მგონია რომ ბევრად უფრო ჭკვიანია ბიძინა ვიდრე ბადრი ბადრი მაინც იყო აი ეს გრუზინი ტაშფანდური უყვარდა დუდუკები რაღაცა ცოცხალი იყო სიცოცხლე უყვარდა ბიძინა ასკეტია ბიძინა ასკეტია უფრო საჯარო იყო აი ბერეზოვსკის და ჭამას მოუყვარდა და ბიძინა ბერეზოვსკის და ბადრის პროექტი პოტენციურად რა იყო აი წავიდეთ აი გეტყვით ზუსტად ხო ესეც საინტერესო თემაა სხვა შორის ამაზე არც ყოფილა ხა ჩვენ სინამდვილეში ლაპარაკი ლონდონში შეხვედრის დროს ხო მე ბორეს არ ვიცნობდი ბადრისთან ვიყავი სტუმრად დამპატიჟა ჩამოდიოდა თევზის გაჭმა უკაცო რაღაცა ჩავედი ლონდონში ბადრისთან და მეორე დღე იყო მე მგონი მითხრა რომ ისა რა ქვია ერთი კაცი უნდა გაგაცნო იქ ბაღში გავედით დიდი უზარმაზარი მამულები იყო ეზოს ვერ დავარქმეო ესე იგი არა ეგ მამულე ირმები დარბიან რა ხო და ისა რა ქვია გაგაცნობო და გავედით ბაღში სკვერში და ეს მაშინ ნახე პირველად ბერეზოვსკი და იქ ვისაუბრეთ და ბერეზოვსკი მითხრა რომ მე და ბადრიო ვართო ძმებიო პარტნიორებიო ყველაფერშიო ხო მე ვაღიარებ რომ ბადრი მეცის ბიზნესიო ამიტომ ბიზნეს მიმართულება ამანა იყო მე პოლიტიკა მაინტერესებს პოლიტიკური თამაშები მიყვარსო კი ეს რა თქმა უნდა
მაგრამ ბადრი ეხა გადაწყვიტაო რომ ქართულ პოლიტიკაშიო. მე ამას არ ვეთა, აი პირდა სიტყვასიტყვი გეუბნებით რა. მე არ მომწონსო ესო. მაგრამო, ნუ რადგან უნდაო, დავაიო რა. ან ბადრი მოკლედ დახმარებათ ხო ბერეზოვსკის როგორც გაცნობიერება დახმარება არა, პარტნიორები ერთად იღებდნენ გადაწყვეტა, აი პარტნიორი ეს საინტერესო ისტორია. მაგ ხელაფულში მეგობრობა არ მოსულაო და მან ეგეც რო ჩავაქსოვოთ რა შეიძლება. მეგობრობა, როდესაც სხვა სისტემებში ხარ. თუ პარტნიორები ხართ ცხოვრების განმავლობაში, იქ უკვე სხვა. აი ეგ არ არის ხო. მე მჯერა რომ მეგობრები იყვნენ კაცო ხარ, რატო შეიძლება ყოფილიყო. ახლა ხარ საინტერესო იქ თქვენი ფუნქცია რა იყო თევზის საჭმელად მართლა არ წაგიყვანდა რა თქვენი შეხედულებები გაინტერესებდა. ჩემი ფუნქცია რა იყო მაშინ მე კითხვა არ დამს არა მე ბადრი დაიწყო ჩემთან მე ჩემი ინიციატივით აი ეს ცუდი ხალხი თქვენ რო ამოთ ანგელოზები რო არ არიან რა ჩემ არც ერთთან მე არ მევსურვო ხო და თქვენ რატო გიპოვეს ორივე მაგ ეგ არის საინტერესო არა იმათ რა უნდა ერთთან სხვა მაგრამ ბიძინა მაგალითად რატო ჩაგიყვანა და რატო გაგასწროთ ბერეზოვსკი ან უბრალოდ აქ იქვე იყო არა ბერეზოვსკი იქვე ლონდონში ცხოვრობს ისიც და ეხლა ისინი იმათ ყოველდღიურად ან მაგალითად ამაზე ხო არ კითხეს რა ის შენ რას ფიქრობ გია იმაზე ბადრის პოლიტიკას ჩართვა აი გეტყვით ეხლა რა მე საერთოდ მინდაო თქვენო იცოდეთო ჩვენო ვინა ვარ და რა გვინდაო რა მათ შორის საქართველოს მიმართებაში აი ეს იყო გორის განაცხადი ამ დროს ბადრი დგება და გადის მარტო გტოვებთ სალაპარაკო ალბათ ეს იყო გარკვეული დაზღვევა ბადრის მხრიდან რომ ეხა მე ხო არ მენდობოდე არც ერთი ეხა ბოლომდე ხო არ მენდობოდენ და რამე ბორეს ისეთი რო ეთქვა ბადრის რო მე აზიარო რო ეთქვა რამე რო ყოფილიყო ხო იმიტომ რომ ეს 2007 წელია უკვე როდესაც ყველაფერი აი ზღვარზეა და ბადრი მტრად არის გამოცხადებული და ეგ პერიოდი ლონდონშიც მაგიტოა რომ დაჭერის საფრთხე აქ არა იმ მომენტში ჯერ არის მე მაგის მე წავიდა დააქტოვოთ მარტო ხო და ბორე მითხრა რომ ჩვენო ნუ ანუ რომ პუტინი არის მტერი და ეს ისეაც ცხადია ეხლა მან თეორიები რომ რუსეთზე მუშაობდა ან ბორე ან ბადრი ეგ არის ძალიან თეორია ესენი იყვნენ პუტინი იყო მათი ესე რომ ვთქვათ თავარი მტერი ყოველთვის რატო იმიტომ რომ ამათ ჰქონდა დიდი ქონება რუსეთში რომელიც პუტინი დაერია ეგეთი ახია ხადარკოვსკისაც მაგას ის მოასწრეს გაიტანეს და ისა ხო ეხა ხადარკოვსკიზეც ხო ვერ იტყვით რომ პუტინი მეგობარი ესე არა ბორე იყო მტერი ხო პოლიტიკური მტერი ბადრიც შესაბამისად რადგან მან არჩია რომ ბორეს გვერდზე ყოფილიყო და არ დარჩენილიყო რუსეთში ხო ერთად წავიდნენ რა ხო და ბორა მითხრა რომ აი საქართველოს ბიძინას მაგ მომენტში გამოიქცა რა ბიძინას მაგ მომენტში გამოიქცა ბიძინა კი აი 2000 წელია რა აი ანუ პუტინის მოსვლის შემდეგ ყველაფერი აირია ხო მთელი აი დიდი გადალაგება დეოლიგარქიზაცია გაუკეთებია დეოლიგარქიზაცია თავისი ოლიგარქები მოზიდა FSB-ში არა ამასაც შეესთავაზა რა რომ ჩვენთან იქნებით თუ ჩვენთან არ იქნებით და ეხა ბორას თვითონ მართავდა ქვეყანას ძნელია როდესაც ოლიმპზე ხარ და ვიღაცა გეუბნება წადი ეხა ქვემოთ დაჯიქი აი ბერეზოვსკის ბორა ელცინის სისტემას მთლიანად მართავდა მთლიანად აკონტროლებდა შვილებს იმას ყველაფერს და ეს როგორ გაგრძელდა თქვენი დიალოგი ანუ პუტინიც ბორას რეკომენდაციით მოვიდა ხო და ეს როგორ გაექცა თავისი შვილი გაექცა რა FSB იმიტომ რომ ყობახიძე როგორ გაუგზავნა ბიძინას ეგრე ხო, კობახიძე ახლა თლათ პუტინობას ვერ გაჩავს, რა? კობახიძე საერთოდ ეს ცალკე ხო და მითხრა იქ რომ შესაძლებელია, კონტექსტი იყო ესეთი, სიტყვით ვერ ვიტყვი, მაგრამ კონტექსტი იყო ესეთი, რომ შესაძლებელია თუ საქართველოში მათ გაუჩნდებოდათ რაღაც პოლიტიკური ბერკეტები, ეს ყოფილიყო გამოყენებული იმ დიდი ქონების დასაბრუნებლად, რაც მათ რუსეთში დატოვეს. ეხა თქვენ რატო აი მომისმინე იმიტომ რომ ბადრი უკვე ფიქრობდა რომ მე მათ აი ამ ოჯახში ხო ამ პროცესში მე მიღებული ქონდა მიმეღო რაღაც როლი და რაღაც როლი რომ ალბათ ფიქრობდა მე არანაირი როლი იქ არ მიმიღია მაგრამ მას უნდა რაღაც როლი მოენიჭებინა ჩემთვის განიხილავდა მე განმიხილავდა როგორც მისი გუნდის წევრს რა ამიტომ სანამ ეს მოხდებოდა მანამდე რაღაცა უნდა გახსნილიყო ჩვენთან რა. და
და მე არ შევყევი ბორისთან ლაპარაკში, იმიტომ რომ დავინახე რომ რაღაც მოლიპულ იმაზე ხო, ფაქტიურად ქვეყნის ვაჭრობაზე მიდიოდა ლაპარაკი, ხო? პირდაპირ კითხვაა, ხო, რა მეთოდებით, აი. მანდაც ქვეყნის მე არა ვარ წინააღმდეგი რომ შენ რუსეთში შენი ქონება და დაიბრუნო, ხო? მათ შორის კი ბატონო, თუნდაც საქართველოს მეშვეობით, მაგრამ რა მეთოდები და რის ფასად? ეს კითხვა ხო დგება? მე არ შევყევი ლაპარაკში. ქვეყნის ვაჭრობაზე მიდიოდა ლაპარაკი. იმიტომ რომ მე მჭირდებოდა ფიქრი იმისთვის, რომ შემდგომში რა დამედგინა და როგორ. მე რომ ამას ლაპარაკში შევყოლოდი, უკვე უკან დასახევი გზა აღარ იქნებოდა, ხო? ან მეტყოდა რომ რაღაცა პუტინს შენი ქვეყნის ჩაჩებთ რამეს, ხო? ამიტომ ავერიდი ამ თემას, ამ თემაში არ შევყევი და შემდგომში ჩემი ყველა გადაწყვეტილებები აქედან გამომდინარე იყო. მე რომ ბადრი მე განმიხილავდა როგორც მის მთავარ პარტნიორს ამ პოლიტიკურ პროცესში, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა. ხო, შტაბის უფროსი ყოფილიყავი და ყველაფერი ფაქტობრივად მე მეკონტროლებინა, მით უმეტეს თვითონ უკვე იქ იყო, ხო? მე უარი უთხარი. მე ბადრისთან არ წავედი. უთხარი რომ შეცდომას უშვებ, ამ ნაბიჯს რო დგავ და მით უმეტეს მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ მეთქი რა. და მე იცით სამი თვე შინაპატიმრობაში. ეხლა იმდენი ხანი რომ ლაპარაკეთ პატარკაშვილის თემაზე, აუცილებლად უნდა გკითხოთ გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამე თქვენი არ ვიცი, იცით, ეხლა ბუნებრივია რომ თვითკვლელობამდე მიყვანას შეადარეთ ციგში. ხო, მინიმუმ ეს არის თვითკვლელობამდე მიყვანა. ბადრი თუ ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა თვითკვლელობამდე თუ სიკვდილამდე თავის თავზე გაბრაზებული რომ აი ამ ფარჩეკებმა რა პატარა ბიჭებმა როგორ დააგვეიმეს რა გაუკეთეს რა ეგეთი აი მასშტაბური ადამიანი ხა წარმოიდგინე რომ ძალიან მაგარი როგორია შეიძლება და ვიღაცა ფეხსაცმელში რომ მიკროფონით ჩაგწერს ხო და ამით დაგმარხავს პოლიტიკურად აი ეს თუ ესე იყო. ეხლა ვერაფერს ვერ გამოურიცხავ, ხო იგივე ბორიაც როგორ წავიდა, ხო? მაგრამ მაგალითად ინა მეუბნება, რომ ინა ცოლსთან ეხლა ბუნებრივად მე მქონდა საუბარი, ცოლი მეუბნებოდა ყოველთვის, რომ ბუნებრივი სიკვდილი იყო. ანუ 3 დღით ადრე ბორიასთან იყო ლონდონშიო გადასულიო, სამეზობლოში, ესე რომ ვთქვა. და ცუდად გამხდარა იქ ბადრი, ცუდად გახდაო. ჰაერი არ ყოფნიდაო იქ აივანზე გამოუყვანიათ რაღაც მე წამლები ისინი და მე უთხარი რომ ექიმთან მივიდეთო რა. ხო და დაგეგმილი ქონდაო ექიმთან მისვლა. და იქ როგორ არის სიურეში ცხოვრობდა, იქ ეს სამედიცინო სისტემა ჩვენთან კიდე ესე რომ თქვა რაღაცა უკეთესად არის ეს თემა მოგვარებული, სასწრაფოს რო გამოიძახებ, 15 წუთში წესით უნდა მოვიდეს რა თუ რაღაც საშინელება. იქ 40 წუთის განმავლობაში ხელში ჩამოკვდაო რა. ანუ ექიმი ვერ მოვიდა პროსტა, აი პერიოდში ვერ გადაარჩინა. ანუ ექიმი რო დროზე მოსულიყო. მე სულ რაზე მწყდებოდა გული, ხო? ეხლა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მომენტია ესა და იმაზე მწყდებოდა რომ აი სახში ხონდა ყველაფერი რა. ეხლა რა ვიცი, როლი ის აი ერთი ექიმი ძველი ყველა მაცივარი ქონდა, მარტო საათს ბევრი რამე ინახებოდა რა. ხო და ყველაფერი ქონდა, ერთი ექიმი სახში რო ყოლოდა რა მოხდებოდა რა. ხო, კიდე ერთი ესეთი საინტერესო რაღაცა არის მაგ პერიოდს ეხება ლევან გაჩეჩილაძის პრეზიდენტობა, პოლიტიკოსი არ იყო და ლევანიც გარდაცვლილია ასე ხო და ასე ამაზე ცუდს ვერაფერს ვერ არა უფრო მანდ ესეთი რაღაცა გაქვთ ნათქვამი რომ 2008 წლის ომიო ირიბად გამოწვეული იყო იმ მოვლენებითო რომელიც აი მაგ პერიოდში ხდებოდა რომ აი ლევანი რო გამხდარიყო პრეზიდენტი ესეთი მომეჩვენათ თქოს ესეთი რაღაცა იყო რომ ლევანი რო პრეზიდენტი გამხდარიყო შეიძლება 2008 წლის ომი არ მომხდარიყო ამას ამბობთ და თუ არა ლევანი არა მე ერთადერთი ომი არ მოხდებოდა ლევანი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი ბევრი მიზეზის გამო ეხლა ამაზე არ მიდალაპარაკი ხო იმიტომ რომ ჩვენ და არც იქნებოდა კარგი რომ პრეზიდენტი გავხდარიყო იმიტომ რომ დასავლეთს უბრალოდ დავკარგავდით მაშინვე ბიზნეს პირობებში გეჩქა. განა იმიტომ რომ ის პრორუსი იყო აგრეთვე. უბრალოდ დასავლეთისთვის ლევანი იყო, გაუგებარი აჩაჩული, აცაბაცა კაცი რა. კაი. მერთმა აცხონოს რა, ლევანი ძალიან მიყვარდა და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხო?
ერთადერთი აი ომი არ მოხდებოდა 2008 წლის ზურა ჟვანი არ ყოფილიყო ცოცხალი. აი ზურა ჟვანია ეს ცალკე თემაა, ხო, დიდი თემაა. სხვა შორის ზურა ჟვანიას რო ვაქებდი ხოლმე ბიძინასთან ბიძინა მაგრეთი ჭიანობდა ყოველ ვინ იყო ჟვანია. სულ ესე ძალიან ღიზიანდებოდა ზურა ჟვანიაზე რომ ხო და ბიძინას მთელი ცხოვრება არის ავტორიტეტების ნგრევა. ბიძინასთვის მთავარი ფორმულა არსებობის არის, რომ მას უნდა კონდეს მორალური უპირატესობა. თუ ვინმესთან მორალური უპირატესობა არ აქვს, ვერ მოიპოვა, დამთავრებულია. ამიტომ არის ეს ზეტები, ამიტომ არის კომპრომატების შეგროვება, ანუ ყველა უნდა ამოსვაროს. აი, კაც რო ტალახში ამოსვრის, მე წყნარ. ჯერცემს და მე ეფერებაოთ, როგორ ამბობთ. კაი. მაგაზეც ხომ უნდა ეგ რესპუბლიკელებს მოუწიათ, ხო ეგრე და ალასანია. რესპუბლიკელებს ყველას ფაქტობრივად. თქვენ ჩემეთში როცა იყავით ხა ბიძინასთან თქვენს კომუნიკაციაზე ბევრი ვისაუბრეთ, ხა აღარ მინდა ძალიან სიღრმეებში შევიდე, მაგრამ ეს რახან ახსენეთ, რომ როცა ბერეზოვსკის და პატარკაცშვილს უბრალოდ ბერეზოვსკის ესაუბრებოდით ოთახიდან გასული პატარკაცშვილის ფონზე, მათი გეგმების მოსმენისას გაგიშტათ კითხვა, როგორ და რა მეთოდით აპირებს საჩიში ხო არ არის. აი, ეხა ეს შეგიძლიათ ჩათვალოთ პრორუსობად, ხო? თუ ისინი მაგალითად, თუ ისინი აპირებდნენ, რომ საქართველოში პოლიტიკური გავლენით ევაჭრათ პუტინთან იმისთვის, რომ საკუთარი ქონება დაებრუნებინათ, მაშინ გამოდის, რომ ქვეყნის ინტერესებს იყენებდნენ მეთოდად საკუთარი ქონების მისაღებად. ესე გამოდის. ხო და აი ეს კითხვა როგორ და რა მეთოდით ერთი წამი. ხო და აი ეს კითხვა როგორ და რა მეთოდით. ბიძინასთან კომუნიკაციის დროს როდის გაგიშტათ ან თუ გაგიშტათ საერთოდ როცა ბიძინას დახმარებას უწევდით? არა, ბიძინა ეხა ეჭვი იმისა, რომ ეხა მე ხო პატარა ბიჭი არ ვიყავი არც მაშინ, რომ თეორიულად მე განვიხილავდი, რა თქმა უნდა, რომ ბიძინას რაღაც კონტაქტები ქონოდა რუსეთში, ყოველთვის აქტივები. ხო, აქტივები იქონდა და ეს გარკვეული ბერკეტები იყო. მე რა თქმა უნდა ამაზე ვფიქრობდი და ამიტომ იქნებოდა ეხა ჩვენ აი მე ხო ეხლა მკითხეთ რატო დაგირეკეთ ბიძინა მაგალითად რა მითხრა ხო მე ვიყავ პირველი ადამიანი ვისაც ბიძინა შეხვდა ცოცხალი ხო და წერილი ანახა ხო და ბიძინა მითხრა რომ ბოლო 3 თვეაო ტელევიზორს უყურებო რა და ტელევიზორიდან აგარჩიო რა ბადრიმას ტელევიზორიდან ამარჩია მე ტელეფონი და მარგველაშვილზე რა ხდებოდა აი ეს ისტორია მარგველაშვილიც უდათ იყო და წამოდავადგეთო ხო ეგ იყო ესე რატო შეიშალა თან მაშინ არც კანდიდატად არ ყავდა მანამდე გამოსული არ იყო შენობიდან და საფრთხე მაშინ სულ აპარაკი იყო რომ ტერაქტი რომ დაბრიდავდა თავიდან ვინც წიგნი არ წაუკითხავს იმათვის გასაგებად მოყვეთ ხა ეს მარგველაშვილი იყო ავად ხო ბიძინა მოკლედ იყო ბუნკერში აი როგორც ეხა ბუნკერში მაშინ ის და ბუნკერში ვერ გამოდიოდა ჩვენც ვეუბნო დაგედა რომ გახვიდე შეიძლება იმიტომ რომ ეგეთი განცდა რჩებოდა რა განაცხადი რომ გააკეთე პოლიტიკური ხო და ერთჩვენერ დღეს გიორგის ველაპარაკე ტელეფონზე და ხმაზე არ მომეწონა რა ხმაზე არ მომეწონა და რაღაც ედიანი იყო რაღაცა და რა ხდება მეთქი და კაი მეთქი ამოგაკითხავ მეთქი რა გნახავ მეთქი იმაში დუშეთში აინდავა და მაჭავარიანი იყო მივედი ბიძინა ხო და გზაში ვიყავი ზუსტად ბიძინასთან მივედი და ბიძინას რაღაცა ვილაპარაკეთ და უთხრა რომ დუშეთში ვაპირებ მეთქი წასვლას რა გიორგი რაღაც ხმაზე არ მომეწონა მეთქი რაღაცა და ცოტა უნდა გავამხნევო მეთქი და იქ უნდა ავიდე და ესე მიყურებს და მეც ამოვალ მეუბნება და ეს შოკი იყო ჩემს გასული არ იყო შენობიდან მე წამოვა რას ნიშნავს 1-2 საათი მაცადებო რა როგორია უთხრა არ წამოხვიდე რა მე არის ფიქროს შევგარეშე აი ხა გეტყვი ხო და დიღომში ცხოვრობდი მაშინ ეხა საათ ცხოვრობ და მეთქი კაი მეთქი მე წავალ დიღომში მანქანას დავტოვებ მეთქი ტრასით რო წამოხვალთ ჩაგიჯდებით და წავიდეთ ერთად მოკლედ რო ისა მანქანა დავტოვე ტრასაზე დავხვდი ჩავჯექი ზამთარი იყო და ეს კუბიკი მერსედესი გელენვაგენი ცუდი გზა არისო და საზეპიროებით გელენვაგენი მაგრამ ნუ ესკორტი იყო ერთი 12 მანქანა იყო დიდი ესკორტით წავედით რა გომელაურიც იქ იყო ხო ჩუბინიძე ხო და მოკლედ თან გიორგის არ მithქვას რომ მიდიოდით ხო რომ შევედით მე სახლი არ მახსოვდა კარგად და რომ შევედით დუშეთში დაურეკე და მეთქი ზუსტად მომასწავლე მეთქი არ მithქვავს რომ ბიძინაც იქ არის ხო და ის რა ქვია ნუ ავბობღდით მაშინ გზაც არ ვარგავდა ეს უწვერში ცხოვრობს რა და ნუ ეს გელენდვაგენი ავიდა რა ამათი მანქანები მოკლედ ავიდა რა ნუ ეხა ის რა ემოცია იყო გიორგი რომ გამოვიდა გაქიშტა ეხა
თოხი ჟარჩახე. არა, გოგა იყო ხაინდრავა გაგეცინებათ იქ სტუმრად ამ დროს რო ავედით მაგ მომენტში ის ციკი. აუ რა კამპანიაშია ეს კაცი ნამყოფის. მე ესეთი ბიოგრაფია მაქვს. მაგრამ თავარი ხა თქვენ საინტერესო რაც არის, მოკლედ საღამომდე კარგად იქ დავლიეთ. რაღაც ბევრი საუბარი იყო, იქ რაღაც ისინი იყო, ინტელექტუალური საუბრები იყო. გიორგისგან ბიზნესგან რა? ბიზნესსავდა, ევასება და ბევრი არ დაგვირლებია. კი, შავღვინოსვა ბუხართან და ძალიან ეს ტკბილი, კარგი საღამო იყო რა. ხო და ისა რა ქვია, ხო ეხლა შევნელება იწყება, დაცვა შემოვიდა, წავუჩურჩულეს რომ. წავედით. ხო და მოკლედ მე წავალო ეხლა რა და შენ თუ გინდა დარჩიო რა. გზაში რომ რამე მოგივიდეთ. ვანო იყო მაჭავარიანი კიდე, ვანო მაჭავარიანი გამახსენდა, ვანო მაჭავარიანი. ხო და ისა რა ქვია, შენო დარჩიო და არა მეთქი რა წამოვალ მეთქი მე წამოვალ იმიტომ რომ იცოდა ის რა ეჭვიანი კაცი იყო და იმის ჩაუჯექი მანქანა მოვდივართ ეხლა და გზაში მკითხა რა რატო არ დარჩიო რატო წამოხედიო ვიძინა მეთქი ეხლა მე რო იქ დარჩენილი ყავი მეთქი რა ეხლა და შენ წარმოიდგინე მეთქი და ჩემი ინიციატივით ამოგიყვანე დუშეთში მეთქი გზაში რამე მომხდარიყო მეთქი მე სად რამე თქვა მეთქი რომ მე არაფერ შუაში არა ვარ მეთქი რა აი გიყო ესეთი და აი ღარიბაშვილი ზურაბიშვილი ისტორია რა და ღარიბაშვილი ზურაბიშვილი ბურჭულაძე და მარგველაშვილზე იყო ლაპარაკი და ამ 4-დან მაინც მარგველაშვილი რატო ამოირჩია ჯო როგორ იყო იცი ახლა მარგველაშვილი ჩემს ყველაზე მისაღებია ნუ ღარიბაშვილი გასაგებია მაგ დროს სამაპატარა მაშინ სალომეს აბსოლუტურად არასერიოზულად უყურებდა მეცაც გეტყვი ემალებოდა რა ბურჭულაძესთან მოლაპარაკებები ჩაიშალა მე არ დავკონკრეტდები ბიზნეს თვითონ აქვს მაგაზე ლაპარაკებები სხვა მიზეზებით კიდევ ვინ იყო ზურაბიშვილი ღარიბაშვილი ბურჭულაძე და მარგველაშვილი ღარიბაშვილი არც გახიულა ხო და კაი ხო და მოკლედ ხო ეგ იყო ეგეც მე მითხრა პირველად სადილზე მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა ჩემი შვილიც იყო ეს მისი შვილებიც იჯდნენ და იქ გამომიცხადა რომ გიაო აი შენ უნდა გითხრა პირველსო გადავწყვიტე რომ გიორგი წარმოადგინო მე გამიხარდა იმიტომ რომ ამ სასტავში გიორგი ჩემთვის ეხა ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო და ეხა წესიერი კაცი როა მე მგონი არავის ეჭვი არ გეპარება დღემდე ხო ხო და შესაბამისად გამიხარდა რა თქმა უნდა ჩემი რემოცია და ბიზნეს არჩეული ხალხისგან ყველაზე წესიერი ეგ იყო და აი ბედუკაძე და ციხის კადრებზე სულ კითხვა მიჩნდება ეგ მე არ ვიცოდი ეგ ისტორია არ ვიცოდი მე გავიგე ფაქტობრივად ამის გამოქვეყნების დღეს ხო ეხლა ბიზნესა მე ყველაფერს არ მეუბნებოდა ეს ყველაფერი ინახებოდა როგორც ჩანს ღარიბაშვილთან ანუ ისტორია ესე იყო რომ ბიზნესთან ვზივართ მე და ბიზნესა ვლაპარაკობთ შემოდის გაფითრებული ღარიბაშვილი ნაცები აბაზრებენ ციხის კადრებს ხო კურსი ეუბნება რაღაცას ბიზნესა მე გამომხედა და მეკითხება რომ შენ ვიციო რომ ჩვენ რაღაცა გვაქვსო და მე არ ვიცი რა გაქვთ ხო ხო და რაღაცა თემა გვაქვსო რა რაღაც თემაო და უკვე მომიყვე რა ღარიბაშვილს უთხრა და მოგევიო და ანუ თურმე საუბარია ციხის კადრებზე და ეთყობა ნაცებში გაჟონა ამ ინფორმაციას, ნაცებმა პრევენციისთვის ადგეს თვითონ დადგეს რაღაცას სცენა ციხეში იმის და მან როგორ ხდება ეხლა შენ როცა რაღაცას დადგა მე ეს ბასტი და ბუბუ დაიჭირეს თვითონვე ნაცებმა რომ აი გავდენო ამ სპექტაკლებსო ამის შემდეგ ჩვენ რაც არ უნდა გამოგვექვეყნებინა ეთყობა ყველაფერი პასტანოკაა რა ამიტომ იქვე გავედით აივანზე გავედით ერთი კაცი შემოგვიერთდა კიდე იმის გვარს არ დავასახელებ იმიტომ რომ ვიცი იმის ლანდვას დაიწყეთ მე უკვე შეჩვენა თუ დაგვისახელოთ პირველს კაცებს არ გავლანს არა უკვე სალანს გავის აღარავინ არის უკვე ამ ქვეყანაში მე ვიცი ვინ არის ვის უკვირს ლანდს ისა შალვარამიშვილი არა და მეორე ხო ეგ არის ლაშა ნაცვლიშვილი ხო ნაცვლის მოადგილე მოკლედ და იქ თქვით რომ სასწრაფოდ ეხლავე უნდა დავიწყოთ ამის შეშვება თუ გინდა რომ ამას ფასი ქონდეს თორე ხვალე ამას ფასი აღარ ექნება რა ხო და ეგრევე ფლეშკა აი მე-4-ს
ესე რომ ვთქვა, შენ ეჭვი გაქვს და შესაძლებელია მე არც ვადასტურებ, არც ვარყოფ, შეიძლება ეს პიროვნება იყოს. თავარი საკომუნიკაციო. მე აქვს ეს მაესტროში და მაესტროში იწყება ეს კამპანია. აი მან ესეთი მან რითი გატყდა ყველაფერი, რითი გატყდა ნაცები რა. მან რო არ ყოფილიყო აი ეს კარანტინის თემა, ხო? შეეძლოთ ეს ჩაიგრეხონ. ეხლა თავარი კითხვა. კარანტინი ვერ უარყოს. კარანტინი ვერ უარყოს. მე უბრალოდ რა ესეთი ეჭვი მიშდება, შეიძლება კარანტინი მართლა ეხლა იქ რო ხდებოდა რაღაცები, ყველამ ვიცოდით, მაგრამ აი ეს დანარჩენი რაღაცები თან მით უმეტეს აი ეს ცოცხის თემა რო თავიდან ბოლომდე დღემდე არ ვიცი. უწყვეტი კადრი შეკვეთილი, ანუ ბიზნეს შეკვეთა, მე შეთაბეჭდება მჩება, რომ ეგ რაღაცები შეკვეთილი ქონდა და შეასრულებინა ბედუკაძეს, მე გაუშვა, მე პუტინმა დააჯილდოვა, ძალიან ბევრი რაღაცები ეწყობა ერთმანეთს. ეგ ჩემთვის იმდენად მიუღებელი სფეროა რა, რომ მე მაგ თემაში არა ვარ აი ეხლა როგორ დავიჯერო, რომ გია ხუხაშვილის თუნდაც ვიღაცებისთვის, თუნდაც ვისი ნათქვამის საკლებად დაიჯერება, არ უკითხავს რომ ბიჭო ესენი მართლა ხდებოდა. აი ეს ეხლა მე ხო მაინტერესებს. მე რო გია ხუხაშვილის ადგილზე ყოფილიყავ ამ კითხვას როგორ მე შეზნაეს კრეფჩეს პიშ? არა, ჭკვიანი კაცი ხო იცი როგორ იქცევა რა. რაღაცები ჯობია რომ არ იცოდე, თუ გინდა რომ ფუნქციონალური იყო რა. მე შეზნაეს კრეფჩეს პიშ. ზოგჯერ არის სფეროები, აი მაგალითად იგივე ბიზნეს უთქვამს ჩემთვის რომ მოდი რაღაცას გაჩვენებ. არ მინდა. მაგარ რაღაცას ვეუბნები არ მინდა რა. ხო, იმიტომ რომ ეგ როგორ რაღაცა, იცი, მაშინ თუ შენთვის შენი პრინციპების მიღმა რაღაცასთან შეხება გეწყება, ან უკვე შენც იქახარ რა, ან არა და უნდა წამოხვიდე. მე არ ვიყავი იმ მომენტში იმისთვის მზად რომ წამოვსულიყავი სკანცამი, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად პირადი ურთიერთობებიც ავაწყვით, ხო, ეხლა ოჯახებით ძნელია რა, სანამ რაღაც ყველას აქვს თავის წითელი ხაზი, ხო? სანამ წითელ ხაზს არ გადავა ეს ურთიერთობა, მანამდე ცდილობ რომ შეინარჩუნო რა. აი ეგ არის საინტერესო. აი ხა დღეს რა დამოკიდებულება აქვს თქვენი აზრით ან თქვენი ინფორმაციით ბიზნეს პირადად თქვენთან ანუ არა ხო გაომიშო სუსი და არ დამიჭირე. ხო არის რაღაცები რაც შეიძლება სხვა გაიმეტოს, მაგრამ ამ წარსული რაღაცების აზრით თქვენ ბოლომდე არ გაგიმეტებენ, პირობითად თქვენ თავს არ აცემინებენ, არ დააჭერინე. არის ეს მაინც თუ არა? მე მგონია მე ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ რაღაცა სენტიმენტი მას აქვს დარჩენილი. შეიძლება მცირე, მაგრამ რაღაც სენტიმენტი, იმიტომ რომ ჩვენ შორის ძალიან მე ვიყავ ერთად 24 საათი ერთად ვიყავით. ეხლა გახარია ღარიბაშვილი ახლოს არ მისულა ბიზნესთან. მე იქ ცხოვრობდი. ანუ ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენ ურთიერთობაში. ბიზნესთან სახში იცხოვრე ოჯახით თუ გეუბნებოდა ხო? სახში იქ ვერავინ სახში აი იქ როგორ სახლია ბიზნეს ცენტრი. კი, მაგის გამო ბიზნესი იყოს. სახში ხალხს არ უშვებ. ერთის მხრივ კი, მაგრამ ჩვენი კონფლიქტის ანატომია უნდა იცოდეთ მაშინ, ხო? ჩვენ შორის რა მოხდა, როგორ მოხდა, ხო? და ამ ანატომიიდან გამომდინარე, ეხა კი არიან ეს კონცეფციები აქვს თქვენი მოწყობილი, რომ როცა ღალატზე საუბრობენ, პირად განზომილებას აძლევენ, ხო ამას რა? ბიზნესა ეგრე მარტივი ტიპი არ არის. პირად განზომილება, აი მე ბიზნესს უღალატე. მე ყველას ვეუბნები, მე ბიზნესს კი არ უღალატე. ბიზნესა უღალატა იმას, რის გამო ჩვენ ერთად ვიყავით, ხო? ეხლა ჩვენ ხო ბიზნესს ჩემთვის არ შემოუთავაზე, მოდი და ჩემი თანამშრომელი იყავიო რა. ბიზნესს შემოუთავაზე, მოდი ერთად და უღალატა კი რომ აი რომ ამბობთ თქვენ ამბობთ ეს რაღაცას რომ ანუ ხელისუფლებაში მოვიდა შევთანხმდით უღალატა ხელისუფლებაში რომ მოვიდა რომ აკვირდებოდიო აი მე ისეთ სისტემას აწყობდაო რომელიც არაფერ კავშირში არ იყო ძალაუფლების ბალანსთანო და ანაწევრებასთანო აი რუსულ სისტემასთან მეტი არც იცოდაო და სხვას ალბათ ვერც ააწყობდაო ეს ერთწინადადებაში ამას ხო ეხა დღევანდელ გადმოსახედიდან ეს ერთწინადადებაში მოათავსე და მე რომ ეს დასკვნები გამეკეთებინა ამას თქვენები დაჭირდა ანუ ეს ერთწინადადებაში მოვაქციოთ ან 2-ში ან 3-ში რას უღალატა ბიზნესს რაზეც თქვენ თვლით რომ შეთანხმებული ყავთ აი რა იყო ეს ჩვენ ხო მე ხო ბიზნესთან წავედი იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ მიშა ავტორიტარული რეჟიმი იყო სასტიკი რეჟიმი რომელსაც ჰქონდა ავტორიტარული მიდრეკილებები ადამიანის უფლებებს არღვევდა იმაშევდა მე და ჩვენ ბიზნესთან ერთად შევთანხმდით იმაზე რომ ეს უნდა დამთავრდეს ევროპა ჩვენი გზა ანუ ყველაფერი იმაზე ანუ მე ისე ვიქავარ მოკლედ აი დღეს მე რა კონცეფციაც მაქვს ხო ჩვენი განვითარების ვექტორი ევროპული ხო რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი სიტყვის თავისუფლებაზე აი იმედზე რა მოხდა ჩვენ რო ხელისუფლებაში მოვედით ხო მაგრამ მე ნელა დავინახე რომ ბიზნესთვის ეს იყო ცარიელი სიტყვები რა სინამდვილეში სხვა რამე უნდოდა იმედის ეპიზოდია ამის საკმარისი ხო ჩვენ რო მოვედით ხელისუფლებაში მე მორალურ ვალდებულებებს ბადრის წინაშე ვგრძნობდი ხო
ბადრი აღარ იყო ცოცხალი, რომ მოვედ ხელისუფლებაში პირველი რაც მომივიდა თავში, რომ იმედი უნდა დაუბრუნდეს ბადრის ოჯახს, ხო? იმედი. და სხვა აქტივებიც დაბრუნების პროცესი დაიწყო. იმედზე უგულავა სხვათა შორის ეგრევე ძალიან კონსტრუქციულად, ხო? ეგრევე ეს 90% გადმოდის. 10% იყო იმის, 10% იყო იმაზე ჯოზეფ კეიზე. იმის ადვოკატი თვითონ მოვიდა, მე არც მიძებნია ჩემთან და ბატონო გია ვიზზე გადავაფორმო მითხარიო, მე მაქვს რომ ინდობილობაო, ლიკა მოვიყვანე ბადრიშვილი და ისა. და ამის შემდეგ ისტორია როგორ ვითარდება, ხო? მე ინიშნება იქ დირექტორი და სამართო ყოვლისათვის თავმჯდომარე, მე ამათ ვეუბნები რომ ბადრის ხსოვნის პატივისცემისთვის იმუშავე თავისუფლად, ინას ვეუბნები რომ ეს ტელევიზია საუკეთესო ძეგლი იქნება ბადრისთვის. ძალიან ცუდია თუ არა კონტროლებო, ესე გითხრათ ბიძინამ მე მაგაზე, ხო? საუკეთესო ძეგლი იქნება ბადრისთვის, რომ თავისუფალი არხი ააშენოთ, ხო, ამაზე მეტ პატივს მეთქი ბადრის ხსოვნას ვედავ. ამათ უთხარი დირექტორს უთხარი რეზო საყევარიშვილი უთხარი რომ თუ ვინმე პოლიტიკურად მოგაწვა მე მითხარი და მე დაგიცავ, ხო? აი ეს მოცემულობა ჩამოყალიბდა. გადის ერთი თვე ბიძინა მეძახის საქმე მაქვსო. ავდივარ. ღარიბას ტისკავდნენ მაგას. ხო, მოაყოლე. ავდივარ და მეუბნება რომ ღარიბაშვილი იყო ჩემთანო. მითხრაო რომ იმედი ებრძვისო და შენ რახანა მოიცე სანამავაზი თქო და იმედი ებრძვისო. ეხა რეალური ისტორია რა იყო? სიჭინავაროა, ეხაც იმედზე მუშაობს. თია სიჭინავა ევასებოდა ვაფშე ეს ღარიბაშვილი. როგორც როგორც მამაკაცი არა კაცო. ევასებოდა რომ ახალგაზრდა ლიდერი. მე თუ ვიცოდი ეხა ვინც იყო ღარიბაშვილი, მაგრამ ემა ხო არ იცოდა რა და გადაწყვიტა რომ ინტერვიუ აიღო და გაუგზავნა კითხვები რა. კითხვები გაუგზავნა ის თავის პრეს-ცენტრის უფროსთან ისიც მაგარი ეს გიორგობიანი თუ ვიღაცა ისიც მაგარი ბლერო დააჯდნენ, გაანალიზეს ეს კითხვები და ჩათვალეს რომ ეს კითხვები არის ჩასაფრებული კითხვები და იმედი ებრძვის. არა და ამა კითხვები რატო გაუგზავნა რომ რაც არ გინდა ამოიღეო და დანარჩენს მოემზადეო რა. ჯობია მე ჩემგან წამოვიდეს კითხვები. ანუ წინასწარ გაუგზავნეს კითხვები და მე ჩათვალეს რომ გვებრძვია რომ ეს რა კითხვები. მაგა deep state-ს კი არა, ფისასოს რაპას დააჭირა. მე ვივიდე ბერა რომ ახალ ალბომს როდის წერს ეგ კითხვები უნდა. ხო და აი ხო წარმოგიდგენია რა მარაზმი იყო რა. ამას ეგ ისტორია ხდებოდა ბიძინა, მოკლედ ესე მითხრაო რომ შენ რახან აკონტროლებო ესე იგი შენ ებრძვიო რა ღარიბაშვილს და გამეცინა თუ აი ხარხარი ამიტყდა ბიძინა მეთქი და რა ღარიბაშვილს ვებრძვი სანთელს უბერავს სანთელებით ვინაღავთ მეთქი რომ რამე ყლაპოში არ ჩახდეს. იმიტომ რომ ეს ხო თავიდან დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა სხვათა შორის ღარიბაშვილი რა ერთ-ერთი თავის საწევა ისწავლა რა. ხო და ხო და პირიქით მეთქი რამე ყლაპოში აესე სულ ბავშვივით ვატარებთ მეთქი რომ რამე არ შეეშალოს ხო? ხო და ჯერ ეს ერთი მეთქი და მე მეთქი მე იმედს არ ვაკონტროლებ მეთქი ბიძინა რა. მაგას მეთქი არც საკუთარ თავს ვაკადრებდი, არც ბადრის ხსოვნას და არც შენ არ გაკადრებდი. ძალიან ცუდი თუ არ მაკონტროლებ. გადის მეორე დღეს მირეკავს ისა, რა ქვია, ყანდიაშვილი. შენ მართლა დემოკრატია ხო არ გინდა, ხო? აი ეგეთი. ნონა ყანდიაშვილი მირეკავს, პრეს-ცენტრის უფროსი იყო ნონა ყანდიაშვილი მაშინ. ყოფილი მეუღლე ცნობილი ყანდიაშვილის რა. აჰა. კარგი გოგოა სხვაშორის. მოგითხრა ნონა. ხო და მირეკავს თავრობის ხდომიდან და მეუბნება ხომშვიდობაო და რა ხდება მეთქი. ეხა ბიძინა პრემიერ-მინისტრია თავრობის ხდომაზე აი წარმოიდგინე რა თავრობის ხდომა სადაც პროტოკოლი კეთდება ოფიციალურად აცხადებს რომ მე ვიჩქარე ოჯახს რომ დაუბრუნე იმედი. ეს იყო ჩემი მხრიდან ანუ თავრობის ხდომაზე მინისტრებთან არ ვიცი რატო დაიბადა ეს თემა თქვა ეგეთი რაღაცა რომ გია მოიჩქარაო რატო და სიგნალი გაუგზავნა იმედს? იმედი რომ ხო და ოჯახს. ხო და ეს უკვე როგორი მომენტია იცი რომ აი მე უკვე რომ სერიოზულ ეჭვებში ვარ და ესე გროვდება რა ყველაფერი საბოლოო ჯამში რაღაც უკვე დავინახე რომ შეუძლებელია რა. ხო, გასაგები. ესეთი რას გიწერიათ, თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის უღირსო საზოგადოებას ბრძოლაო და დღეს რა ხდება, რატო აღარ უღირთ? თუ თავისუფლად და კეთილდღეობაში გრძნობენ თავს. ბიჭო, როგორ აღარ უღირთ? ხო, ჩვენთან არა თავისუფლებისთვის და თავისუფლება კეთილდღეობა არის, ესე რომ ვთქვათ, ორი თავი ფასეულობა, ხო?
დემოკრატია რითი იზომება, ხო? რომელს აქვს პრიორიტეტი? პრიორიტეტი თუ თავისუფლებას აქვს, ანუ თავისუფლება თუ უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნია ვიდრე კეთილდღეობა, ეს არის ამით იზომება საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხი რა, ხო, რომ შემზად ხარ რომ კეთილდღეობა გარკვეულწილად დატოვო, ჩვენთან სამწუხაროდ ესე არ არის. სამწუხაროდ, ხო და ბიძინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ეს ბალანსი შეცვლილიყო კეთილდღეობის გამო მზად ხარ რომ გაწირო სხვისი თავისუფლება პირველ რიგში და გარკვეულწილად უარი თქვა საკუთარ თავისუფლებაზეც, ხო? ბიძინამ შექმნა ეს სიტუაცია მეთოდურად შექმნა, ხო? და აი ეს აგრესიული კონფორმიზმი, ხო, რასაც კვებავს ბიძინა, იმიტომ რომ ხასე ეს მაგრად იცის რა. აგრესიული კონფორმიზმი რა არის? აი ეს ტიპები, კოცები რო გამოდიან და აი და კოცი როგორი ტიპია რა? თან კაი ტიპი უნდა იყოს, ხო? თან ესე რო თქვა, ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროს და თან კაი ტიპი უნდა იყოს. ისეთი ტიპი უნდა იყოს, რომელსაც ჭირდება არგუმენტები, შვილი რო ხვალე კითხავს, რომ მამა, ძმაო, ეგერ ახობაძე რა ასერჩოდი, რატო დაიჭირე, ხო? შვილი რო კი უნდა უთხრას, რომ ამიტომ და ამიტომ, ხო? და პროპაგანდით ბიძინა მაგას აკეთებს, რომ კვებავს ამ აგრესიულ კონფლიქტს, ანუ მათ აწვდის აბსურდულს, მაგრამ არგუმენტებს და ამას აასრულებენ კარგად. მე ეს ჩინოვნიკი, რომელსაც თვითონ არ იცის, რომ ხრას, იმედი აწვდის არგუმენტს, რომ იმიტომ რომ ის ახუბაძე ჯერზეთი ნარკომანია, მე რაღაც იმას სადღაც რაღაც ანგრევდა და კიდე ტერაქტს გეგმავდა. აი შვილო ამიტომ რამე არ მეჭირს სხვა გზა არ მქონდა აი არსებობენო ბურჯი პიროვნებები რომელიც ხელისუფლების სტაბილურობას უზრუნველყოფენო ხო და ეგენ შეიძლება არც კი ჩანდნენო ხო და ეგეთი ბურჯი ბიზნესთვის იყავით თქვენ და თუ არა მაშინ მე მეძახდნენ მაშინ რუხ კარდინალს ხო მე შემიძლია ერთი რამე დაგიდასტუროთ ხო დაგიდასტუროთ მე არ ვიყავ ეს ბურჯი იმიტომ რომ მე ხელისუფლების მე არ ვერე იმედი რომ დაიჭირა ესე აბსოლუტურად არაფერში არ ვერეოდი ანუ საკადრო პოლიტიკაში 0 საერთაშორისო ვარ ხო მაშინ როცა შემეძლო რა თქმა უნდა მაგრამ მე რუხი კარდინალი იმ გაგებით კი არ ვიყავი რომ მე ხელისუფლებას რაღაცნაირად ისე იმ გაგებით ვიყავი რომ ხო იმ გაგებით ვიყავი რომ ჩემი ეშინოდა ყველას უფრო მეტად ვიდრე ბიძინა ეჭვიანობდა ჩემი უფრო მეტად ეშინოდა რამეთო რომ მე მოწყვლადი არ ვიყავი რა როდის ვის გავიგდებდი ფეხქვეშ არ იცოდი რა ამ გაგები და ბიძინა შენი მეტად სანამ ეგონათ რომ თქვენ ვიღაცა თვალში არ მოგივიდოდათ ბიძინას პანკუს ამვარტმებინებდით კი ბატონო ხო აი ეგი რა თქმა უნდა ბიძინა რეალურად ბიძინასი ეშინოდათ ჩემი კი არის მაგრამ ბიძინასთან რაღაცნაირად ლაგდებოდნენ ჩემთან აი ბიძინასთან მაგალითად მოსული იყო რაღაც კომპლიმენტი ხო ჩემთვის რომ ვინმეს გაებედა და კომპლიმენტი თქვა რომ დედას ვაგინა იცოდა რა ეგეთ რაღაცას ვერ ვიტანდი რა ხო და ამიტომ როგორ მომდგომოდნენ ვერ გაარკვიეს რა ბიძინასთან ისწავლეს მიდგომა და ჩემთან ვერ გაიგეს და ამიტომ ვიყავი არაკომფორტული რუხ კარდინალს მეძახდნენ იცოდნენ რომ ბიძინასთან მე ვიყავი დაახლოებით ხა ბიძი და მეორე მომენტი იყო რომ ბიძინა მე რომ ვეუბნებო 3 თვის განმავლობაში მოვდიოდი მე ბიძინა მე უნდა წავიდე 3 თვის ყოველდღე ამაზე გქონდა შეკვეცილში ღამე დარჩენის ამბების და მე რო წამოვედი ამის შემდეგაც შემოbrunება გადაწყვიტა და ზაზა შათირიშვილს არეკინა იქიდან ზაზა მირეკავდა მაშინ ბერას ამეცადინებდა ზაზა იქ რა რეები უსწავლებიათ ო ეგ მოყოლილი გაქვთ მაგრამ ესე იგი ეხლა ეცსაც გვიყვებით ეს შათირიშვილი ის მოვიწყდება იმის გვარი კიდე აი ამაზე მინდა ეს ყველაფერი ჩემი ჯოჯოხეთი მე რო ახსენე და თქვენ რო ახსენეთ რა ქვია მართლა ნაცულიშვილი კოკაყანდიაშვილი ესე იგი ამათთან რო უყურებ ამ წუთასაც არ გაქვთ თლა ცუდი ურთიერთობა არა მე ურთიერთობა საერთოდ არ მაქვს ამ ხალხთან დღეს რა მოდით ამით დავიწყოთ მაგრამ მე შემიძლია გითხრა ყანდიაშვილზე არაფერს არ გეტყვი ლაშა ნაცვლიშვილთანაც არა მაქვს კონტაქტი, მაგრამ აი ლაშასთან და ზაზაზე მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელია, ხო, რასაც ისინი დემონსტრირებასაც ახდენენ და ანუ მტრულია ჩემი გაგებით აბსოლუტურად, მე ადამიანური სენტიმენტი დღემდე მაქვს მათზე ვერ გავბრაზდები, იმიტომ რომ ეხლა ზაზა განსაკუთრებით ისეთი საყვარელია, ვერ წარმომიდგენია რანაირად უნდა გავბრაზდე, ხო? ხო, მაგრამ აი მაშინ როდესაც
ძალიან ძიმე რაღაცებს აკეთებს. მაგას შეგნებულად აკეთებს. მაგრამ ეს ხო ეხა მე გულწრფა ეს ჩემი შინაგანი ემოცია შეიძლება გაუგებარი, მიუღებელი თქვენთვის. მაგრამ ნუ აი ესე არა, ზაზაზე რა უნდა მოხდეს რომ გავბრაზდე, ვერ გავბრაზდე. ნუ აი ეგრე. ლაშასთან დაკავშირებითაც მithumedes მისი ოჯახი, მისი მეუღლე, მისი შვილები ხო ეს ხო როგორ მე რო ოჯახი გახიზნული მყავდა, ერთ ოჯახად ვიყავით და რაღაცა და ეხა ნუ არ შემიძლია. მე ჩემს გასაგები, იცი რატოა გასაგები? მაგალითად მე ეხა ქურდი და პროფესორი მეგობრები ხო გინახავს არა? აი დაახლოებით ეგ სიტუაცია. თქვენ ხართ პროფესორი აშკარად. არა, კრეატიული, აი ესეთი კრეატიული მედია სახე ციხეში რო იჯდა, ესე რომელიც და მე პოლიტიკოსობა მოინდომაო გამოსვლისას და შალვარამიშვილზე ელაპარაკი ყველაფერი მოსულა კაცი ეგ არის მეგონაო რომ ძალიან ციხიდან რო გამოვიდო და ისეთ ჰაიპზე იქნებოდა. მანდ ეხა არ მინდა რომ რა შეურაცხყოფა და ბიძინამ გითხრა ეს შალოხოს ამ კარიდან გაუშვებდით იმ კარით ამ კარიდან შემოვიდო და ფანჯრიდან გადმოიპარებოდა და ნუ ჩალიჩობდა მაგრამ თუ როგორმე შემომძვრალიყო რა შემომძვრალიყო და ბიძინა ღიზიანდებოდა რა რაღაც ხა ბიძინა ხო ისეთია ასკეტია მოწესრიგებული ტიპია და ეს ავანტურისტი რო იყო ეხლა თავი სახეზე აწერია ხო შენი აზრი მითხარებ ეს ვაფშე ვინ არისო და რა უნდა და რა კაციაო და ეხა მე შალვა როგორ უნდა აღწერო არ ვიცოდი და ისე უთხარი ეხა დაჟე შალვასაც კი ბოდიშს კონა აბაზია მეთქი მოკლედ უთხარი ხო და ეს მოეწონა ბიძინას ხო ეს ხალხური გამოთქმები ძალიან მოწ იმის შემდეგ მე მგონი დღემდე ეძახის კონა აბაზ ეხა კონა აბაზია რა მაგრამ ეს როგორც მე განსთა ზამთრის აღქმა გამიშთა უფრო ბიძინას ანუ ხელისუფლებაში მოვიდოდა მაგ პერიოდზე ლაპარაკი ზარიდან ზარამდე იჯდაო გამოვიდაო და მე ბიძინას მმართველობის პერიოდში მოინდომა პოლიტიკური კარიერა თუ არა არა კაცო შალვა რო გამოვიდა ციხიდან მე გეტყვით ახლა ამ ისტორიას მე უკვე შინაპატიმრობის ისა მაქვს შინაპატიმრობა დავასრულე გადავედი ფასანაურზე აუ ეგ მაგარი ეგეც უნდა მოგვიყოს კაი გადავედი იქა რა ქვია ფასანაურზე და დამირეკა ციხიდან გამოსვლის წინა დღეს რომ გიაო მოკლედო ისო ხვალე გამოდივარო და მოკლედ დიდი გეგმები მაქვს რა პოლიტიკურიო რაღაცა და შეიძლება მოვიდე შენთანო და ამ თემაზე გესაუბრო და კი მეთქი გამიხარდა ჯიგარი შეიძლება ყუდი იდგა თქვენთან როგორც სუსი ყუდი ხოთ როგორც არის კი ბატონო მეთქი და მოკლედ გამოდის ციხიდან მოდის ჩემთან გრანდიოზული გეგმები აქვს და ეხლა ბევრს დაემართა ეგ ილუზია რა რომ ეხლა ციხიდან გამოვიდა მე ვხდები ლიდერი რა რომ რაღაცა იმ ხელა ავტორიტეტი მაქვს და წონა ხალხში რაც ტრუხაა შალვარამიშვილზე ვსაუბრობთ შალვარამიშვილზე ხო და რაღაცა ამას ვიზამ და ნუ მეთქი კაი მეთქი შალვა ეხა მე მგონია მეთქი ცოტა გადაჭარბებული ეხა პირდაპირ მიშასთან აპირებდა ჭიდაობა შალვარამიშვილი ცივიწყალი არ გადავასხი მაგრამ ნუ აი კი ბატონო მეთქი რა ვერტმა ხელი რამე თუ დაგჭირდება მეთქი მე სახშია რა ქა ვისაუბრე წავიდა გადის რაღაც პერიოდი და უცბად გებულობ ინფორმაციას რომ იმედში იწყებს ანუ მიშას მიტაცებული იმედში იწყებს რაღაცის პროექტის კეთებას დამირეკა ისე გიაო ანუ მიშასთან რა სიტყვიო მეო იმედში მთავაზობენო არა და უკვე ვიცი რომ პროექტი ჩაშვებულია იმედში მთავაზობენო და შენ რა სიტყვიო მე რომ იმედშიო პროექტი გავაკეთო რა და მე ვთხარი შალვა მეთქი კი მესმის რა რომ იმედში პროექტი ახლა გასაგებია რომ ისა რა ქვია ცხოვრება გინდა გული გჭირდა რაღაცა მაგრამ просто რა მაინტერესებს მეთქი იცი რომ 4 წელი ციხეში რატო იჯექი მეთქი თუ ამაზე ხელის მომწერი იყავი მეთქი რა აი ხო შეეძლო რომ 1 წლის შემდეგ ეთქვა მიშაზე კი ბატონო შენ არხზე რომ გამოუშვებდნენ რა და მიშას მიშას პიარის უფროსი არა რაღაც თავის მაგ პერიოდში გაგიპასუხა და ეს რა ფონზე ხდება ნახეთ ეს ხდება იმ ფონზე როდესაც შალვა რო დაიჭირეს მიუხედავად იმისა რომ ბადრისაც ძალიან აღიზიანებდა შალვა ხო რა რაღაც პოლემიკებშიც იყო იმაში იყო მიუხედავად ამისა ბადრი მაგის ოჯახს დაეხმარა ძალიან შვილებს და ცოლს მე ხა დეტალებს ხო ციხეში როცა იყო მაგ პერიოდში ციხეში როცა იყო ამ პერიოდში შალვამ იმით უპასუხა რომ მიტაცებულ იმედში დაიწყო მუშაობა და რა გიპასუხა აი იმიტომ უთხარი ბიძინას კონა აბაზი მეთქი კაი აი თქვენ რო უთხარით რომ ვიღაცთვის იჯექი 4 წელი მაგას სხვა შორის იქ იაგოს არაფერი არ მითხრა რა უნდა ეთქვა რა
შეიძლება რაღაცა მითხრა კიდევაც აღარ უსმენდი. ანუ მიშა მებრძოდაო, გამიჩალისესო, ჩამსვესო, ტყუილა ვიჯექი 4 წელიო და გამოვიდა იქიდან და მიშას მიერ მიტაცებულ იმედში დაიწყო რაღაცა, იმიტომ რომ უკეთეს პრასვეტი ვერ ნახა? ხო, ნუ არა, რა თქმა უნდა, ეხა ეს ხო არ იყო პირდაპირი არჩევანი, ხო? იჩალიჩა იქ მიდგა ლიდერობა უნდა და კარის გაიღო შევიდა იმაში. შალვა რამიშვილი ვის რაში აინტერესებს, თუმცა კორუფციაზე იყო დაჭერილი, ხო? იქ მაღუთის ამბავზე იყო. ძალიან ხშირად ახსენებთ, ხშირად რა, ნუ ისეთ მომენტებში სისტემას. თქო, აი სისტემა ისე ჩანს თქვენი ტექსტიდან, რომ არ არის რაღაც კონკრეტული ჩინოვნიკები. არის ვიღაც ტიპი, რაღაც deep state-ი, რომელიც აი სისტემა მერე ყვნისო, აი ბევრს უთქვავს, საერთოდ ცოტა ნიჰილისტები ვინც არიან, რომ კაი რა მანდ ისეთი სისტემაა, რანაირი ადამიანიც ანუ შევიდეს, ყველა გაიყვნებაო. ხო და ეს სისტემა ვინ არიან, აი კრიმინალები, ქუჩა, ეგეთი რაღაცა. არა, აქ არ არის. ეს არის მართვის გარკვეული ალგორითმი, მართვის სისტემა. სუბორდინაცია. ნუ რუსეთში FSB სადაც ასტაბილიზებს, მაგას აქ ჩვენთან ვინ ინახავს? აი რომ იცვლება ხელისუფლება, არა ტრანზიციის პერიოდში. შემეგრეთ მიშა წააგო მიშამ, ბიძინა მოდის რაღაც კეთილი ზრახვებით. ეს სისტემა ვინ არიან? აი რა დონეზე მოსამართლეები, პროკურორები, ეგეთი ტიპები? მეორე მესამე პირები. სისტემაში მე ამასაც კი არ გულისხმობ. ეს არის მართვის ალგორითმი, ანუ თამაშის წესები რა. პოლიტიკური კულტურა, ალბათ. თამაშის წესები, რომ აი სასამართლო ექვემდებარება პროკურატურას. ეს ხო არის თამაშის წესი, ხო? რაც სიმახინჯეა თავისთავად, ხო, რომ დირექტივებს იღებდა სისტემა იყო ესეთი, რომ დირექტივებს პროკურორისგან იღებდა მოსამართლე რა ვერდიქტი გამოეტანა, ხო? ეს არის ამას ვეძახინებ სისტემას. ეხლა შიგნით პროკურორი ვინ არის და მოსამართლე ვინ არის? რა მნიშვნელობა აქვს? ეს სისტემური მანკიერება ამდენად არის რა. ფიგურანტები შეიძლება იცვლებოდნენ, მაგრამ სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა, რომ მოსამართლე პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს, ხო? ამაზე არაფერი არ გამოსწორდება. ამას ვეძახინებ ეს სისტემას. ციგნი და deep state ეს კიდე სხვა რამეა, აი ის ადამიანები, რომლებიც რეალურად განასახიერებენ სისტემას მეორე მესამე როლებზე, რომლებიც მუდმივად მუშაობენ იმაზე, რომ სისტემა იქნა შენარჩუნებული, სისტემის მდგრადობა. აი, როდესაც პირველი პირები მიდიან, ხელისუფლება იცვლება. მე ხა ეს საკუთარ ტყავზე განვიცადე, ხო? შეიცვალა ყველაფერი, მე ვარ, ესე რომ ვთქვათ, ამ ეკონომიკური პროცესის, ესე რომ ვთქვათ, ვითვლები ზედამხედველად, ხო? ზედამხედველად და რა თქმა უნდა, სისტემამ დაიწყო მათ შორის ამ მიმართულებაზეც ბრძოლა თვითგადარჩენისთვის, ხო? ანუ სისტემა მოქნილია საკმაოდ და მოდიოდნენ და მთავაზობდნენ თავის იმას, რომ შენ გია წყნარად იყავი, ყველაფერი დაალაგებულია, ჩვენ მივხედავთ ყველაფერს, შენ ფეხებს დაგბანთ და დაგითუნებთ, რა ბალის მოგიტანთ და აი მაგათ რო დაერიო რა ხდება. ამას ვერ უძლებს 99% ჩინოვნიკს. ანუ პოლიტიკური ნება ერთი კაცის, ან ამ შემთხვევაში პარლამენტის შეიძლება, ანუ ვისი პოლიტიკური, რამდენი კაცის პოლიტიკური ნება საჭირო, რომ ეგ ტიპები მაგ ტიპებს დაერიო. გადაწყვეტილების მიმღების. მე ბიზნეს თავიდანვე უთხარი. მე სხვა შორის ამაზე მქონდა, მე ბიზნეს ვეუბნებოდი, რომ ხელისუფლებაში რომ მოვიდეთ, ვეუბნებოდი, რომ ჩვენ გვაქვს 6 თვე მეთქი. ჩვენ ამ 6 თვეში ეს სისტემა თუ არ დავანგრიეთ, მე ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ სისტემას აი ეს როგორც ავთვისებიანი ის არის რა, რა ქვია, მეტასტაზებით იწყებს, ხო? ის ფერს იცვლის, მოგერგება, კომფორტ შეგიქმნის, ხო? ფულს მოგიტანს, ბალიშს მოგიტანს, რაღაცა, ხო? ხო და ეხა მით უმეტეს ჩვენს ირგვლივ ეხა ვინ იყო ღარიბაშვილი არ იყო ხელისმომწერი მაგაზე, ხო გავიგეთ რომ ხელისმომწერი იყო პირველი დღიდან და მოვაწერა კიდევაც. ხო და აი თქვენზე თავდასხმა ეგ სისტემა იყო სავარაუდოდ? ნუ სისტემა თავდასხმა როდიდან? აი რაღაც მძიმე დაზიანებებს. ეს იყო ადრე. ეს რკინიგზის თემებს და ჟვანია ხო? ჟვანია რო გარდაიცვალა მე. სისტემის თავდასხმა იყო, ბუნებრივია, სისტემის თავდასხმა იყო. იმიტომ რომ მე არ შევეგუე იმ ცვლილებებს, რაც უკან დააბრუნეს. ანუ ფაქტობრივად ჩვენ შავი სალარულ რკინიგზაში რომ მოვედით ხელისუფლებაში თან ნებისმიერ ხელისუფლებას ეს სათქმელი აქვს თავისი რომანტიული პერიოდი, თაფლობის თვე. ანუ თავიდან ბიზნესაც, მიშასაც, ეგონა შევარნაძეს ალბათ არა, იმიტომ რომ ეს თავიდან ეს მოვიდა. ეგონათ რომ მართლა ნორმალურ ქვეყანას ააშენებდნენ, რომ არ იქნებოდა გორვა, მაგრამ თუ დრო გაუშვი, ხო, მე ეს ძალაუფლება რყნის, ხო და ერგებ, ხო, სისტემის
გრევას კი აღარ ანგრევ სისტემას, გარკვეულ მოდერნიზაციას ვცდილობ, ხო? და ეს მოდერნიზაცია სინამდვილეში არც არაფერს არ ცვლის საბოლოო ჯამში. შეიძლება უფრო დიდი მანკიერება მიიღო, როგორც მიიღეთ ჩვენ დღეს, ხო? ბიძინას ხო, ჩემგან განსხვავებით სისტემის დანგრევა არ უნდა და ბიძინას მოწონდა მის შესაშენებული სისტემა. ფულსაც ასხავდა მაგაში. შედარებაც მომყავს, ხო, რომ აი შენ რომ მაგარი მერსედესი ყავს და მე რო ძალიან მინდა და რაღაცნაირად ბოლო-ბოლო დავითრიე შენი მერსედესი წაგართვი და ისა რუს ვატრიალებ სანამ მყავდა მოვლაშიც მეხმარებოდი. თავიდან სხვაშორის 2012-2013-ში მართვა ვერ ისწავლეს, აპიპინებდნენ ძილით და მე მართვაც ისწავლეს ნელა, მე რაღაც მოდერნიზაცია გააკეთა და საბოლოო ჯამში უარესში გადაგჭიხა, იმიტომ რომ ავტორიტარული მიდრეკილებებით მიშა არ იყო ბიძინაზე ნაკლები. მიშა რო ხელისუფლებაში დარჩენილიყო, შეიძლება და დღეს რუსული კანონიც ქონოდა და ამაზე უარესებიც ქონოდა, იმიტომ რომ ის ვეროთ რო ხიშნიკურად და სწრაფად მოძრაობდა და შიში მაშინ მაგრამ დასავლეთს გაუწი ანგარიში? მაგრამ მას ჰქონდა შემაკავებელი ფაქტორი დასავლეთის მხრიდან, ეს უმნიშვნელოვანესია და ბიძინას ეს უკვე აღარ აკავებს, ანუ ბიძინამ ტორმუზი აი მერსედესზე ტორმუზი დაკარგა ეხლა რა. კაი, მაგრამ საბოლოო მიზანი ალბათ სხვადასხვა ქონათ. მიშას და ბიძინას. ხო, მიშა მაინც მიშა იყო პოლიტიკოსი. აი პატარა კაცებზე რო წერთ, მიშაზეც ვცელდება ეგ? რა? ბიძინაზეც რაღაც მომენტში მიშა პოლიტიკო მიშასთვის ფული არასოდეს არ იყო. მიშას აინტერესებდა მხოლოდ ძალაუფლება, ხო ესეა და მისი მასშტაბი უკვე საქართველოს ფარგლებს ცილდებოდა, ხო? მას უკვე გლობალური პოლიტიკის მოღვაწეთ მიაჩნდა თავი და ეს ჩვენთვის შანსი იყო, რომ მიშას პირობებში გადავრჩენილიყავით, ხო? ბოლო-ბოლოს ამე გაეროს მდივნად გავუშვით. აი, მაგაზე უნდა გითხოთ. გახდებოდა კიდევაც მიშა გაეროს გენერალური მდივანი. ისეთი ის ქონდა, ხო? აი, ახლა დღევანდელ რეალობაში თქვენი შეხედულებით რო გავშალოთ და ერთ-ერთი ბოლო კითხვა იქნება ალბათ ეს კოცები და ამერიკა. არის უცნაური თუ კოცების შვილები და ამერიკა. არა, კოცების და ამერიკის კომუნიკაციაში, აი რაღაცა უცნაურობა არის, ხარა ახსნი რას გულისხმობ ამ უცნაურობაში. ერთი ის რომ აი პირობითად ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა რეგიონში და ჩვენთან არ ჩამოვიდა. იყო რაც ხდება ამერიკის ელჩთან დაკავშირებით და ზოგადად ამერიკასთან დაკავშირებით ეს ორნაირი მესიჯები, ხო? ჯერ ღია გადატვირთვა გვინდა ურთიერთობის მეორე წუთას ისევ ტრამპა დიპსტეიტი ვერ დაამარცხა. აი ეს ყველაფერი რო შევხედოთ აქედან რა სტილობენ კოცები დაახლოებით ეგ უფრო გასაგებია, მაგრამ ამერიკის დამოკიდებულება ეხა არცალია ჩვენთვის, რამეს ელოდებიან თუ აი ზოგადად ხისტია ხო ტრამპის ადმინისტრაცია და ესეთი ხისტი კი არა ალბათ ყველაზე ესეთი მობიერი კი არა გაუგებარი არის მათი პოზიცია საქართველოს მიმართ და რატო ხდება ეს? არაფერი, ხო, მათ დავიწყოთ იქიდან რომ არა აქვს რა პოზიცია ჩამოყალიბებული, ეხა აქტიური პოლიტიკის გატარება საქართველოში მათ ჯერ ესეთი მართლა ვერ იცლიან ამის და არც უნდათ, რატო? იმიტომ რომ ხდებიან ამ ტენდენციებს, რა თქმა უნდა, ამერიკაში შეეროთ იციან, რომ ტენდენციები ჩვენ გვაქვს დღეს რუსეთისკენ აღებული. მაგრამ ამ ფრონტის გახსნა პოლიტიკური ფრონტი მაქვს ხედველობაში, ხო? ამერიკის რუსეთთან დღეს. მაშინ, როდესაც რუსეთს ხო ხედავ როგორ აბოლებენ რა, აწყნარებენ. დააწყნარეს იქ ვენესუელა აახიეს. მე კიდე მოეფერენ იქ. გვაქვს ეს ცეცხლი გაჩნდეს რომ არ უვიდეთ. ხო და აღარ უნდათ რა, ცეცხლის გახსნა. და გარდა ამისა მეორე მომენტია რა, ეხა კოცებს რო ძალიან მიაწვენ, ესმით რომ უფრო დააჩქარებენ ამ პროცესს, ანუ ბიძინას უფრო მეტად უბიძგებენ ამით რუსეთისკენ. ხედავენ ხო? რაც უფრო მაგრად აწვევიან ბიძინას, უფრო უარეს სიგიჟეებს დროშასანთებს და ხან ხო და ამიტომ ილუზიას უქმნიან გარკვეულწილად. ილუზიას, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, რატო? იმიტომ რომ აი რუბიოს განცხადებას გეტყვით როგორ უყურებენ ამერიკელები პროცესს, ხო, უყურებენ, მათ ხო თავისი ამბიციები აქვთ, უყურებენ რაღაც ინსტიტუტების დონეზე, აი პრიზმაში უყურებენ რა. ეხლა კობახიძეს ამერიკელები არ დაელაპარაკებიან. თუ რომ პოსტალიონია რა, ანუ ეხლა რუბიო კობახიძე თავმოყარე კაცი, იგივე ვენსი, რომელმაც იცის რომ ჩამოვა აქ, ვიღაც პოსტალიონს უნდა ელაპარაკოს, რომელიც გააწყვეტილებას ვერ იღებს. და ზარი ახლობელთან უნდა გააკეთოს, რომ რამე უპასუხოს, ხო? არ შეხვდება ბუნებრივი. ბიძინა თვითონ არიდებს თავს შეხვედრას. ხო და ბიძინას მე რატო
ვამბობ დღეს და თუნდაც ბიზნესაც რატო ურჩევ რომ პრემიერ-მინისტრად დაბრუნდეს რა. თუ რეალურად მას უნდა ამერიკასთან დალაგება. არა და კონსერვაცია და საბოტირება დაუშვათ მეგობარი აქტის და რაც ახერხებენ დღემდე ხო? ვიღაც ერთ ტიპს ან დაითრევენ და რაღაც პროცესს გააჩერებენ ნეგატიურს. თუ რეალურად უნდა ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოახდინოს რა. ბიჭო, პუტინს ელაპარაკებიან ხო ამერიკელები? დალაპარაკება ეს თავისთავად ხო არის დალაგებას. დალაგებას პირობები ექნება, იგივე აი გუშინ მე არ მოწონს იგივე ოპოზიციურად განწყობილი ხალხისგან რომ გუშინ რაღაც ევროკავშირთან დიალოგის გახსნაზე იქ ფაშინიანმა რაღაცა თქვა და აუ ბიჭო რატო გვეშინია გახსნა და გაიხსნას მოლაპარაკებები იმას ხო არ ნიშნავს რომ ეხა ევროპა ამათ დაუწევა როგორ წარმოგიდგენთ ახლა ივანიშვილს ხო ისე ეხლა ივანიშვილი როგორ რო დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად და აი რო წავიდეს ეს გადაკვეთა რომ ივან არა სწორედ გასაგებია მაგრამ ჩემი აზრით რისი ეშინია ივანიშვილს აი წარმოიდგინეთ სურათი რომ რუბიო კიდე კაი ვარიანტი ეს ვენსი ცოტა უფრო მიმწო ანუ ვენსთან ლაპარაკის დროს ანუ მე მგონია რომ ეშინია რომ დაიჩაგრება ანუ ისინი ესე ხო და ანუ ცოტა არა ბიზნეს შეუძლია ლაპარაკი ეგრე მარტივად არ არის ყობახიძეზე უკეთესად ილაპარაკებს დამერწმუნე რა ბევრად უფრო უკეთესად მაგაში არ არის პრობლემა მას ეშინია სხვა რამეს მაგრამ აქ ორუბიდურობას შორის უნდა აირჩიოს ის ღმერთია თუ ადამიანია რა აი ეგ არის მთავარი პრობლემა მას ეშინია ერთ-ერთი რაღაცის რომ მისი ინსტიტუციონალიზება რომ მოხდება მიწაზე ხო უნდა დაეშვას ანუ მისი მითოლოგია. ეხლა თავრობის მითოლოგია ინგრევა. მე ფასები მაგის ბრალი ის მარტო იქ რაღაცა ჩამოინგრევა მაგის brali. ხო, გააცხოთლების მიღების უფლება აქვს და პასუხისმგებელი ხო არაფერზე არ არის. დღევანდელ. ანუ რატომ? იმიტომ რომ ესე რომ შეუცნობელ არს გზანი მისნი ხო? ამ პრინციპიდან გამომდინარე. ეხლა წარმოიდგინე რომ ღმერთი იყოს ადამიანი. უკვე ხო პრეტენზიები გააძმა. ხო და ამის მითოლოგიის დანგრევის ეშინია. მაგრამ რეალურად ის ხო სადღაც გულის სიღრმეში ხო აცნობიერებს რომ რეალურად ის ადამიანია ხო? ანუ არ ვიცი ეხლა რაღაცებს იმაშვება რა ცდილობს რომ ოლიმპიადან ეთყობა ძალიან ძნელია ჩამობრძანება. აი მანდაც ის იყო რომ ბერეზოვსკის ის მომენტი რომ ჩვენო პუტინთანო მე რაღაცა მოკლედ ვივაჭრებთო. ესეც მაგ იმედით ხო არ არის რომელთან ეხა პრინციპში მთელი ამის ფული დასავლეთს აქვს აღებული და ჩვენი შანსიც ხო არ არის რომ იქნება ეგ აზრი გაუჩნდეს ამასაც რაღაც მომენტში რომ ჩემი ფული დამიბრუნეთ და აჰა თქვენ საქართველოს და წავედი მე საერთოდ. აქედან იმ ხელაფუჭრის სავარაუდოდ ის ფული აღარ ენდობა უკვე იმიტომ რომ იმდენი აქვს უკვე ეს აღარავის მისი რუსული ფაქტორი თუ დასუსტდება. თავი თემა არის მხოლოდ რუსული ფაქტორის დასუსტება ეს არის აუცილებელი პირობა. ბიზნესი გადამგდებია და პუტინსაც ხოშიანად გადააგდებს, ხო? თუ ხო, მაგას ვიძახით, სადაც დაინახოს. ხო, მაგრამ ინსტიტუციონალიზაცია არის მისი იმუნიტეტის შანსი. ეს გარანტია არ არის, მე არ ვამბობ, რომ ეს გარანტია. მაგრამ ორი პრობლემიდან ნაკლები პრობლემაა რომ ეს იყოს ინსტიტუციონალიზებული რომ რეალურად თუ უნდა რომ ქვეყანა დიალოგი რეალურად გახსნას და ამერიკასთან და ამერიკის ყოველ ძალიან ეშინოდა ხო ამერიკასთან რეალური დიალოგი დაიწყოს ეს უნდა გააკეთოს თვითონ ან უნდა გაქრეს მეორე ვარიანტია რომ პროსტა გაქრეს რა რომ აღარავის აღარ კონდეს განცდა რომ ბიძინა ივანიშვილი ზაროდ რამეში ერევა. კობახიძეა ამასაც ხელს ვერ მოაწერს, იმიტომ რომ ხდომაზე მიყვანა რა იყო. იმიტომ რომ კობახიძე რა? ეს იმედის დასანქცირების მერე ხდომაზე გამოჩენა რა იყო? ეგრე შეეშინდა ხო, რომ ბიძინა დასჭირდა? გამოჩენა ის იყო, ხო. არა, ეს ეგეც მითოლოგიის ამბავია, ხო? ბიძინამ ესე რომ თქვა შეახსენა რა რომ მე აქა ვარ ნუ გეშინია აქა ბავშვებო მე აქა ვარ შვილებო მე დაგიცავთ всё под контролем როგორ არის ამ დროს ეხლა რანერა დაიცავს თავი ვერ დაუცვია ხო ეგერ ვიღაცი კლერკმა ბანკში 700 მილიონი აახია რა კაი ვასრულებთ გაცავს ბოლოს ეს უნდა მეკითხა რა ეს ეხლა მოკლედ შევეხეთ ამ რაღაცების რეების ჯერა და არ ჯერა ბიზნეს და აი ეს ასტროლინგვისტიკის ფაკულტეტი რო უცხოპონენტებთან ლაპარაკის ანუ ეს რეალურად მართლა იმიტომ მოხდა იქ სავარაუდოდ რომ რაღაცა ეგეთების ჯერა ბიზნეს ხო თქვენ უკეთისნობთ ეხლა ეს ხეებთან ჩახუტების და ჯერას ვერ ვიტყვი ეპოტინება ამ თემებს, იმიტომ რომ მისთვის ეს როგორც რაღაც საშუალება უკდავების სიკვდილის სიცოცხლის თემა ეს არის მისთვის ფუნდამენტური თემა.
და ეპოტინება ამ თემებს და ეხა ამ თემებს რო ეპოტინება შესაბამის ადამიანებთან აქვს კომუნიკაცია. იმიტომ რომ რაც ეხა მეცნიერებით ძნელია უკვდავებაზე საუბარი. ამიტომ უნდა გამოიყენო რაღაც ეგეთი თემები და რაიცი, იქნებ რამე რაიცი, აბა რამე ავარდეს ყარაულის თოფივით რამე და კარგი, დიდი მადლობა დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის თქვენი ეთერები საინტერესოა ხოლმე, ამჯერადაც საინტერესო იყო. მე მგონი ჩუმად ვიყავი, ხო? თუ არა, ძალიან წესიერად იქცევა. კარგად დღეს 5-ია. კარგი, მადლობა მაყურებელს, მომავალ შეხვედრამდე.